ორ წელიწადში ამ ადამიანს მაინც ხო ნუ ამ ხელა გადატრიალება როგორ შეეძლო მოეხდინა. ბოლო წლების ბრიუსელის პოლიტიკა არის მიმართული აი პოლიტიკურ ჰომოგენიზაციაზე. მას არ ჭირდება რაღაცა კითხვის დამსმელები. თავის მეუღლესთან გააკეთა ჩანაწერი, ასე ვთქვათ რა და ეს გამოაქვეყნა და აი მაგალითად ახლა ეგეთი რამე რო ჩვენთან გაეკეთებინა, წარმომიდგენია რომ ქართველი ადამიანი ნამდვილად არ დაუჭერდა ესეთ კაცს მხარს. ეს შეუძლებელი იქნებოდა რო არ ყოფილიყო მადიარის კოორდინაცია ბრიუსელთან და აი სავარაუდოდ აი კოორდინაციით მოხდა მისი გალიდერება. ჩვენთვის რას ნიშნავდა საქართველოსთვის ეს ცვლილება და შემდეგ უკვე იმაზეც ვისაუბროთ, რატო გამოიწვია ამ ხელა აჟიოტაჟი ოპოზიციურ ფლანგზე. გავსი ტიპის სცენარები საქართველოში წარმოიდგინო, ეს არის უადგილო და რაღაცა ლოგიკას აცდენილი, თუმცა ეს ტრანსფორმაცია უნგრეთში ჩვენ ურთიერთობას ევროკავშირთან უფრო გართულ. დღეს პოლიტიკური ოპოზიცია არის არა საკუთარი პოლიტიკური ქულების, რაღაცა დივიდენდების, მხარდაჭერის, ლეგიტიმაციის გასაზრდელად, არამედ საკუთარი პოლიტიკური ეგზისტენციის გადასარჩენად. რა მე ვიარსებო ოღონდ. ვიღირს თუ არა ისრაელი იმათ, რომ ამერიკული ეკონომიკა დაზარალდეს. რაღაცა სპარსეთის ყურის მონარქიები სამუდამოდ გადავიმტეროთ და ის პეტროდოლარი, რითაც ჩვენ რაღაც დოლარის დომინაციას ნარჩუნებთ, ეს პეტროდოლარის სისტემაც დავკარგოთ, ხო? გამარჯობა. დღევანდელი ეპიზოდი სტუმარი გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ანალიტიკოსი შოთა თხელიძე, რომელსაც მე უსმენ ხოლმე ხშირად და ძალიან საინტერესო ანალიზს აკეთებს მიმდინარე მოვლენების. და დღეს სწორედ ასეთი თემა შევარჩიე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის უნგრეთში ჩატარებული არჩევნები და ამასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, რომელიც იყო საქართველოში და ძალიან მინდა რომ ეს თემა კარგად განვიხილოთ ჩემს სტუმართან. და სანამ ეხა სტუმართან გადავალ სასაუბროთ, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს და რასაკვირველია, კარგი იქნება თუ დააკომენტარებთ თქვენს აზრს გამოთქვამთ ამა თუ იმ თემაზე, თუ ზოგადად ეპიზოდზე და ჩემს პოდკასტზე. წინასწარ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისთვის. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, გამარჯობა შოთა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. მე მადლობას გიხდი მოსვლისთვის და ძალიან მინდა რომ საინტერესო საუბარი გამოგვიყვეს. ხო, ანუ მხოლოდ უნგრეთზე არ გვექნება საუბარი, ხა მინდა დავამატო, კიდევ ბევრი საინტერესო და აქტუალური თემები ხდება საქართველოს გარდა, ასევე სოფლიოში, რომელიც საქართველოსაც აისახება, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა. მაგრამ მოდი დავიწყოთ პირველ რიგში უნგრეთით, ხო? იმიტომ რომ ეს დღეები ძალიან ესეთი სერიოზული აჟიოტაჟი იყო ამასთან დაკავშირებით გარკვეულ ძალებში განსაკუთრებით და რა მოხდა უნგრეთში ზოგადად აი ეს არჩევნები, როდესაც მოვიდა ხა 16 წლიანი მმართველობის შემდეგ, ორბანის 16 წლიანი მმართველობის შემდეგ მოვიდა ახალგაზრდა მადიარი, რომელიც ასევე იყო ორბანის დიდი ხანი, ასე ვთქვათ, 2002 წლიდან ორბანის პარტიის წევრი. მხარდამჭერი შესაბამისად და ძალიან ბევრი ესეთი მაღალი თანამდებობა ეკავა და 2 წელია ხო დაახლოებით რაც უკვე გადავიდა ოპოზიციაში და ანუ ამ მიზეზებზეც ვისაუბროთ და ანუ ამ 2 წელიწადში როგორ მოახერხა ამ ადამიანმა ესეთი გამარჯვების მოპოვება და როგორ შეაფასებ ზოგადად ამ მოვლენას? ზოგადად სანამ აი ჩატარებულ არჩევნებზე ვიტყოდე უნგრეთის შესახებ რაღაცა ეს ყურადღება, აი ეს ორიენტირი საკმაოდ გადაჭარბებული იყო მანამდეც, ორბანამდე და აი არჩევნებმა კიდევ უფრო რაღაცა ისეთი სურათი დახატა, რომ უნგრეთი არის რაღაცა ჩვენი მხრიდან საქართველოს ზოგადად, ხო? საერთაშორისო მედიის მხრიდან და ნუ თუნდაც ჩვენი მხრიდან ესა თვითონ ისეთი სურათი შეიქმნა, თითქოს უნგრეთი რაღაცა გადამწყვეტი მნიშვნელობის სახელმწიფო იყო, ან თუნდაც ვიქტორ ორბანი იყო რაიმე გადამწყვეტი ძალაუფლების მქონე ფიგურა. რა თქმა უნდა, ის გამორჩეული ფიგურა იყო, ეს უდაოა, მას ჰქონდა საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც ცდილობდა, რომ გარკვეულწილად ახალი პოლიტიკური ტალღა შეექმნა ევროპაში, კონკრეტულად თვითონ ევროკავშირში, ახალი ჯგუფით შექმნა ევროპარლამენტში, რომლის წევრი იყო თუ სწორად მახსოვს იტალიური ჩრდილოეთის ლიგა და სხვადასხვა ესეთი კონსერვატიული მოძრაობები, თუმცა რაღაცა აი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დიდი რაღაცა ზეგავლენა ორბანს მაინც არ მოუხდენია. უბრალოდ რაღაცა მისი პოლიტიკა რჩებოდა ვერბალურ განზომილებაში.
მე ვახსენე კიდევაც ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ის პოლიტიკა, თავარი ხაზი, რასაც ატარებდა ხო ევროკავშირი ბოლო პერიოდის საგარეო პოლიტიკაში, კი ეწინააღმდეგებოდა ორბანი, თუმცა საბოლოოდ, როდესაც ქმედებაზე მიდიოდა საქმე, ქმედებით ის ასე, საბოლოოდ ასე თანხდებოდა ამ ძირითად ღერწს, კი შეიძლება ესეც ვთქვათ, რომ რაღაც ოპორტუნისტულად, რაღაცა სარგებელს იღებდა კიდევაც ბრიუსელისგან, ანუ გამოევაჭრებოდა აი ამ დათანხმებაში. რაღაცა ხო ბლოკავდა ბოლოსი, ხო, ანუ მაგალითად 20 პაკეტი სანქციების 20 პაკეტი დაადგინა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ და 20 პაკეტს ის შეუერთდა, რაღაცა ვაჭრობების შედეგად. კი, ბოლოს იყო რომ აი ეს 90 მილიარდიანი ტრანში დაბლოკა. თუმცა მე არ გამოურიცხავ რაღაცა პერიოდის შემდგომ ამასაც დათანხმებოდა, იმიტომ რომ რაღაც თუ მაგალითად ეხა სანქციების პაკეტ 20 პაკეტს დათანხმდი, რა არის ისეთი წინააღმდეგობა აი ამ 90 მილიარდში, რომელიც შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ უკრაინას რაღაცა გადამწყვეტ ბიძგს არ აძლევდა რაღაც დახმარებას. ეს იყო იმ საბიუჯეტო გარღვევის ამოვსებისთვის დასაფინანსებელი თანხა. უკრაინას აქვს პრაქტიკულად წლიურად 45-დან 50 მილიარდამდე საბიუჯეტო გარღვევა და ეს ზარალის ამოსავსებად არის 2 წელზე გათვლილი ეს 90 მილიარდი. სამხედრო ამაში მე მგონი არ მოიაზრება, ეს არის ფინანსური დახმარება მხოლოდ. ხო, რაც შეეხება ისე დავუბრუნდეთ ორბანს, ესეც მინდა თქვა რომ ორბანის აი ეს იდეა იყო თვითონ ორბანის იდეა იყო, ისიც ბოლო წლებში ხარ 2010-იანი წლების დასაწყისის ორბანი და დღევანდელი ორბანი, სხვადასხვა პოლიტიკოსი და მისი ახალგაზრდობის ორბანი საერთოდ სხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის და ფილოსოფიის მატარებელია, ვიდრე დღევანდელი ორბანი ლიბერალი, ხო, ლიბერალი და ესეთი. ხო, ანტიკომუნისტი ლიბერალი იყო ტრადიციულად 90-იანებში. ესეთი თავ მეინსტრიმული მიმართულება ეს ხო პოლიტიკაში ხო. თუმცა შეგვიძლია მე ამაზეც საუბრობთ რომ ანუ შესაძლებელია ალბათ რა, იმიტომ რომ ის 90-იანი წლები შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვა განწყობები იყო მაშინ. ეს იყო რაღაცა იმ ხელა რაღაცა გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია მოხდა იმ მომენტში რომ შეუძლებელი იყო აი რაღაცა აი მეინსტრიმს გაქცეოდი და რაღაცა უფრო ალტერნატიული ან კონტრ ნარატივი გეწარმოებინა. ძალიან არაპოპულარული იყო არათუ მარტო დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც, ხო, იგი მაგალითად ახლა ჩინეთი და ინდოეთიც რა ვიყოთ, მაშინაც რაღაც ამ ტალღას აყვა მაშინ ეს დიდი ესეთი სახელმწიფოები. თუ აი ორბანის ტრანსფორმაცია დაახლოებით იწყება აი 2010-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც აი ეს მიგრაციის კრიზისი იწყება ევროპაში და აქედან იღებს ის აი ამ რაღაცა ქრისტიანული ცივილიზაციის დაცვის მახვილს და იბრძვის აი ამ იდეისთვის და ის ადგენს აი ვიშეგრადის ქვეყნებში გარკვეულ რაღაცა ჯგუფს და ეს ვიშეგრადის ქვეყნები აღმოჩნდნენ კონკრეტულად უნგრეთი, პოლონეთი და შემდგომ მე მგონი ჩეხეთიც შეუერთდა, რომლებიც მაშინ არ დაეთანხმდნენ აი კოტირების სისტემას, რაც გულისხმობდა ეს რომ როდესაც მიგრანტი შევიდოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ის უნდა გადანაწილებულიყო თანაბრად ანუ წევრი ქვეყნის მოსახლეობის ზომების მიხედვით აი ამ მოსახლეობაზე, იმიტომ რომ მანამდე არსებობდა ეგრეთ წოდებული დუბლინის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომელშიც შევიდოდა მიგრანტი, მას უნდა მიეღო მიგრანტი და სხვა ქვეყნებს არ ჰქონდათ ვალდებულება, რომ ეს მეერე გადაენაწილებინა და ამ კუთხით საკმაოდ მძიმე ტვირთი მოდიოდა საბერძნეთზე, იმიტომ რომ თურქეთიდან და იტალიაზეც, ხო, აი თურქეთიდან და აი აფრიკიდან ძირითადად ამ ორ ქვეყანაში შედიოდა მიგრანტები და ეხლა ეს ტვირთი ახლა წარმოიდგინეთ რამდენიმე მილიონი ადამიანი. თვითონ ახლა საბერძნეთიც არ არის დიდი ქვეყანა. ამიტომ იყო ეს მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღო, აი ეს იუნკერი თუ გახსოვთ ევროკომისიის პრეზიდენტი, ის იყო ასე თავარი შემოქმედი ამ კოტების სისტემის. ხო, აი აქედან იწყება ეს ალბათ განწყობებიც იყო, ხო, თვითონ ეს წინააღმდეგობრივი განწყობები თვითონ მოსახლეობის და ალბათ ესეც ეს განწყობები დაიჭირა, ხო, მაშინ არსებობდა პარტია იუბიკიც, რომელიც ახლა ძალიან პოპულარული არ იყო, მაგრამ სტაბილურად ჰქონდა რამდენი 10%-მდე თუ სწორად მახსოვს ხარდაჭერა, ეს იყო ულტრა რაღაც ნაციონალისტური უნგრული პოლიტიკური პარტია და ჯამურად აი ამ ფიდესთან ერთად საკმაოდ დიდ ადამიანების საკმაოდ დიდ მასის ხარდაჭერას იღებდა უნგრეთში. თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ უნგრეთი არ არის ახლა რაღაცა ჩაკეტილი ქვეყანა არასდროს ყოფილა. ბუდაპესტი ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალური რაღაც მულტიკულტურული ქალაქია და ბუდაპეშტი არის აი უნგრული ლიბერალიზმის საყრდენი და ქალაქებიც ტრადიციულად ახლა რაღაცა სტატისტიკას რო აიღებთ, რაღაც უფრო ლიბერალურ ნარატივებზე, ურბანული სივრცეები უფრო ხარს უჭერენ და პერიფერიული ნაწილი უფრო რაღაცა იმ კონსერვატიულზე ეს ახლა გამონაკლისი არ არის, ხო?
ну რა თქმა უნდა ეხა ეს მნიშვნელობს ეს ყადაღებული თემა რომ ეს 16 წლიანი პრემიერობა უკვე საკმაოდ ესეთი მოკერჭე და შეიძლება თვითონ რაღაცა ორბანის ანუ პრობლემა ანუ შეიძლება ესეც წავიკითხოთ რომ ორბანის სოფხედველობაში შეიძლება არ იყო პრობლემა არამედ თვითონ ორბანში რომ აი თვითონ ეს პოლიტიკოსის ეს სახე და მისი რაღაცა პოზიციონირება შეიძლება იყო პრობლემური. ასევე გამოითქვა ეს კრიტიკაც რომ ბოლო წლებში უკვე ძირითადი ხაზი ორბანს ჰქონდა ეს საგარეო პოლიტიკაში ასპარეზე საკუთარი ეს პოზიციონირება რომ ის არის აი ამ გლობალური კონსერვატიული ტალღის ერთ-ერთი ლიდერი ტრამპთან მეგობრობს იქ რაღაცა მარი ლეპენთან მეგობრობს რაღაცა აი ამ დიდ მოთამაშეებთან ამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მეგობარია რაღაცა დადიოდა დიდ რაღაც კონფერენციებზე ასევე ისიც უნდა ვახსენოთ რომ უნგრეთი გახდა თურქული ქვეყნების ორგანიზაციის დამკვირვებელი სახელმწიფო ანუ ერდოღანის მეგობარიც გახდა და ანუ ეს ძირითადი დავამატოთ ისიც რომ ასე ვთქვათ მოიაზრებოდა რუსეთის პარტნიორ სახელმწიფოდ მაგრამ საინტერესო განცხადება გააკეთა მე მგონი გუშინ პესკოვმა რომ უნგრეთი არასდროს ყოფილა რუსეთის მეგობარი სახელმწიფო არც მით უმეტეს არც პარტნიორი არც მოკავშირე იმიტომ რომ აი მე რაც ვახსენე ის იმ სანქციების პაკეტებს უერთდებოდა რომელიც ჩვენს გლობალურ ვაჭრობას ეწინააღმდეგებოდა ესეც ესეთი ცოტა ეს თუ უცნაური გამოხმაურება იყო ამ ორბანის დამარცხებაზე ხო, ანუ ძირითადი ორიენტირი იყო ეს საგარეო სფერო და მოსახლეობა აი საყვედურობდა იმას, რომ მან დაივიწყა თვითონ უნგრელების ყოფა, მისი ასე ვთქვათ, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და აი ამაზე მოახდინა კაპიტალიზაცია აი ამ მადიარმა, რომელმაც ძირითადი ორიენტირი აიღო ამ შიდა პოლიტიკაზე, ანუ კორუფციულ ბრალდებებზე, რაღაც გარკვეულწილად ეკონომიკურ სტაგნაციაზე უნგრეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში 1%-ს არ ცდებოდა, რაც პრაქტიკულად არის სტაგნაცია. და აი ამ საკითხებზე ორიენტირდა, მან ასე ვთქვათ, ჩახსნა ეს საერთაშორისო პოლიტიკა, გამომდინარე იქიდან რომ ამ ველზე შეიძლებოდა მას მხარდაჭერა დაეკარგა, გამომდინარე იქიდან რომ ხა რაღაცა კონტრნარატივი რო ეწარმოებინა, რასაც ორბანი აწარმოებდა, ეს შეიძლება მიუღებელი ყოფილიყო უნგრელებისთვის, რომ აი მაგალითად უკრაინასთან მოკავშირეობა, ანუ მასთან ომში დახმარება, გამომდინარე იქიდან რომ მოგიხსენებათ უკრაინაში, ეგრეთ წოდებულ საკარპატი ქართულად არ ვიცი როგორ არის, ცხოვრობს უნგრული უმცირესობა უკრაინაში, რომელიც საკმაოდ რეპრესირებულია უკრაინაში, ხშირად აქედან ხდება ესეთი გაწევა ჯარში და ასე ვთქვათ თუ ნახავთ ეთნიკური უმცირესობის წილს, უნგრელების წილი საკმაოდ მაღალია უკრაინაში, რომელიც არის გაწეული ჯარში, ამაზე კრიტიკა ქონდა ორბანს, თუმცა რაღაცა ორბანის გამოხვარი უხდით სამაგიეროს შეიძლება. თქვენ არ ხართ ჩვენი და მეორე საკითხი იყო ეს ენერგოსტაბილურობა, ხო? უნგრეთი გამოირჩეოდა უკვე ბოლო წლებში, ანუ ენერგოსტაბილურობით და იაფი ენერგო, ასე ვთქვათ, მოხმარებით. რომელსაც ბევრ ქვეყანას შურდა, იმიტომ რომ რაღაცა მათ აირჩიეს რაღაცა გეოპოლიტიკური ინტერესები, ფასეულობები, შეიძლება ესეთ ბჭყალებში და ეს პრაგმატიზმი გადადეს გვერდზე. თუმცა მე ინფორმაციის სახით პერიოდულად გამოდიოდა ის, რომ აი ორბანთან ბევრი მეზობელი ვაჭრობდა, რომ რაღაცა გაზის ტრანზიტი მოეხდინა მისგან. ძირითადად ეს ბალკანური ქვეყნები, იმიტომ რომ მაგალითად მისი ჩრდილოეთის მეზობელი არ არის პოლონეთი და ჩეხეთი, თუმცა მათ აქვთ ბალტიის ზღვიდან, გარკვეულწილად ნორვეგიიდან გაზმომარაგება ამ შემთხვევაში. ხო, ეს იყო ძირითადად მისი სამხრეთელი მეზობელი ქვეყნები. ხო, ანუ თვითონ შედეგი გასაკვირი იყო, აი თვითონ როგორც დასრულდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო პიტერ მადიარმა და დაახლოებით 100 მანდატი დათმო, წარმოიდგინეთ 199, 200 კაციანი პარლამენტში 100 მანდატს როთმო 155 ქონდა და 54 დარჩა ფიდეს, ანუ 4 წელიწადში მსგავსი ვარდნა საკმაოდ ესეთი შეიძლება ბჭყალებში აღმაშფოთებელია ფიდესის მხარდამჭერებისთვის. თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ საარჩევნო სისტემა აძლევს გამარჯვებულ პარტიას, რომ რაღაც დამატებითი მანდატები საკმაოდ სუყეთ მიიღოს და რაც ახლა მადიარის შემთხვევაში აღმოჩნდა. რაც შეეხება აი ესეთი 2 წელიწადში ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 2002 წლიდან როგორც ვნახე მე 2024 წლამდე ეს ადამიანი იყო ფიდესის
აქტიური, ასე ვთქვათ, წევრი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ პარტიის წევრი იყო, ასევე ძალიან ბევრი თანამდებობას იკავებდა და მისი მეუღლეც როგორც ვიცით, სკანდალური ამბავი მერე იყო იუსტიციის მინისტრი. და აი რას ფიქრობ, რომ როგორ იყო შესაძლებელი, მიზეზებს საუბრობენ, რომ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მიზეზი არ იყო, ასე ვთქვათ, აი იდეოლოგიური ან რაღაც, აი იმიტომ რომ ეს ადამიანი თავს წარმოაჩენს როგორც ასევე კონსერვატორი, ტრადიციების მიმდევარი, ანუ მიგრანტების წინააღმდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ იყო ეკონომიკური საკითხები და სოციალური საკითხები წინა პლანზე წამოწეული, რაც ასე ვთქვათ, აერთიანებდა იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჰქონდა ამის მოთხოვნა, ხო? და ამბობენ, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს რაღაც ხელფასები, ისინი ფასები, მოკლედ ძალიან ბევრი ისეთი საკითხი. და მაგრამ აი 2 წელიწადში ამ ადამიანს მაინც ხო ნუ აი ამ ხელა გადატრიალება როგორ შეეძლო მოეხდინა თუ არა რაღაც დახმარება ალბათ გარედან შესაძლებელია რომ იყო რაღაც ისეთი ჩარევა ასე ვთქვათ ხო ამაზე ახლა მე ვერ ვისაუბრებ არ ვიცი თუმცა რაღაცა ისეთი უცნაურად სტატისტიკური უცნაურობა იყო ის რომ საკმაოდ კარდინალურად იყო გაზრდილი აქტიობა არჩევნებში დაახლოებით 15%-იანი ზრდა იყო საშუალო მაჩვენებლის. ნუ რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება PR-მა და მარკეტინგმა იმუშავა, რომ ეს ანუ არჩევნები საკმაოდ კარგად გააპიარეს, რომ ეს რაღაცა საჭირო მნიშვნელოვანი არჩევნებია, რაღაც უნგრელი მოსახლეობის მომავლისთვის და მოხდა ჩართულობის გაზრდა. ამის ფონზე შეიძლება მოხდა ეს ესეთი მსგავსი მასშტაბური გამარჯვების მოპოვება მადიარის მხრიდან. თუმცა ხა მადიარის პერსონაჟზე ჩვენ უნდა შევხედოთ მის პოლიტიკურ კოალიციას, მოგეხსენებათ, ის არის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი. აი ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის ძირითადად ჩვენ რაც ვახსენეთ, რაღაცა ლიბერალური მიმართულების პარტიები, მწვანეთა პარტია, მსგავსი ტიპის ესეთი ცენტრისტული ბრიუსელთან ასოცირებული, ბრიუსელის პოლიტიკასთან ასოცირებული პარტიები და აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება თუ გავაგრძელებთ ასე ვთქვათ პოლიტიკური სისტემის რაობასაც უნგრეთი არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამიტომ პოლიტიკური პარტიები მნიშვნელობენ რაღაცა საპრეზიდენტო სისტემა რო იყო შეიძლება ხა პრეზიდენტმა რაღაც დამოუკიდებლად აწარმოოს პოლიტიკა, თუმცა პრემიერი ვერ გაექცევა მის პოლიტიკურ საფუძველს, რაც მოიაზრება პოლიტიკური პარტია და მით უმეტეს თუ ეს კოალიცია დაიშლება, ანუ ისეთ პოლიტიკებს გაატარებს, რომელიც ამ კოალიციას არ მოიწონება, შეიძლება ეს კოალიცია დაიშალოს და დაკარგოს პრემიერობა. ამიტომ პიტერ მადიარს მომავალში მოუწევს აი ამ კოალიციური პარტიების აზრის გათვალისწინება. ეხლა შენ რაც ახსენე, დღევანდელი გადმოსახედიდან ესე ჩანს, რომ ჯერჯერობით მადიარს სურს რომ მქონდეს ეს უნივერსალისტური რიტორიკა, რომ ყველას პრემიერი იყოს, რომ არ გააჩინოს წინააღმდეგობა მის მიმართ, თუმცა ჯერჯერობით ეხლა ჯერ არც პრემიერი გამხდარა მაისში მოხდება მისი ოფიციალურად დამტკიცება ამ პოსტზე, თუმცა დღევანდელ პოლიტიკაში თუ გადავხედავთ ეს ვერბალური გამოხატულებები პოლიტიკოსის ხშირად უკვე აღარ მნიშვნელობს რაღაცა ამ თვალსაზრისით პოლიტიკამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა დაკარგეს წონა, ხო? ისინი რაღაცა საუბრობენ და მე გავა რაღაცა დღე და აბსოლუტურად სხვანაირად იქცევიან, ხო? და დაახლოებით შეიძლება ესეთი რაღაცა ნახოთ ჩვენც, რომ შეიძლება პიტერ მადიარი დარჩეს აი ამ ვერბალურ ზონაში, თუმცა უნგრეთის ქმედებები აბსოლუტურად იყოს სინქრონში ბრიუსელთან და ის აი შენ ახსენე კიდევაც გარეჩარევა. ის მხარდაჭერა და ის ესეთი პოლიტიკური ესეთი ბექგრაუნდი მას ვერ ექნებოდა, უბრალოდ ვერ მიაღწევდა ამ წარმატებას, რო არ ქონოდა ეს ბრიუსელის ბექგრაუნდი, ეს გამორიცხულია ჩემი აზრით და ეს რაღაც განცხადებები, რომ რაღაცა ეს კონსერვატიულ ხაზს ინარჩუნებს და რაღაცა ჩემი აზრით უბრალოდ აი რაღაცა აუდიტორიის დასაშოშმინებელია და არა ის რაღაც პრაქტიკაში ამას რაღაცა იგივე ახლა ქრისტიანული ცივილიზაციის დამცველი არ მგონია პიტერ მადიარი იყოს და მით უმეტეს ახლა არც ის მგონია რომ რაღაცა საომავლოდ უნგრეთის საზღვრები ჩაკეტოს მიგრანტებისთვის. კი ეს ასევე მოხდება საერთაშორისო ურთიერთობებში ეს ტრანსფორმაცია უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და შეიძლება გარკვეულწილად მოხდეს ის საერთო მიმართულებით. ეს თუნდაც მოგვიანებით ვისაუბროთ. მოდი, აი ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რატო იყო დაუშვათ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება. ხო, ანა ეს
ბევრჯერ ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ორგანიზაცია ევროკავშირი იმყოფება გარკვეულ კრიზისში. ნუ ეს ორგანიზაცია შეიქმნა ეკონომიკურ, სავაჭრო, სოციალურ საკითხებზე, აი ეს საკითხები აერთიანებდათ მათ, ნუ ეს 4 ტიპის თავისუფლება, შრომის, კაპიტალის, ფინანსებისა და გადაადგილების თავისუფლება. ნუ ევროკავშირს ჰქონდა საკმაოდ სუყე სოციალური პაკეტები, სოფლის მეურნეობის კუთხით, გარემოს დაცვის კუთხით, სხვადასხვა მიმართულებებით, რომელთაც ის აფინანსებდა საკუთარ წევრ სახელმწიფოებს და ესეც უნდა ვახსენოთ, რომ უნგრეთი ერთ-ერთი საკმაოდ კარგად დაფინანსებული ქვეყანა იყო და თავის დროზე ორბანი საკმაოდ დიდ გრანტებს იღებდა ბრიუსელისგან. და დღეს ორგანიზაცია იმყოფება იმ მომენტში და ნუ ისიც ვახსენოთ, რომ მისი ორგანიზაციას პრაქტიკულად არ ჰქონდა რაღაცა მილიტარისტული ხასიათი, ან სამხედრო განზომილება, კი ჰქონდა რაღაცა საზღვრების დაცვის პოლიციის მსგავსი რაღაცა ორგანიზაციული წარმონაქმნი ზღვაზე და ხმელეთზე, თუმცა ეს იყო რაღაც პოლიციურ დონეს არ გაცილები, რაღაცა არმიაში და რაღაცა ეს სამხედრო ტიპის არ ყოფილა. და დღეს ხდება აბსოლუტური ტრანსფორმაცია ორგანიზაციის, რომ ეს ნაწილი, რაც მას ჰქონდა, ეს ეკონომიკური და თავისუფალი სავაჭრო და სოციალური პროფილი, ამის გადააზრება კი არ ხდება, უბრალოდ რეალობა გაჩნდა ისეთი, რომ ორგანიზაციას უწევს, რომ პრიორიტეტები შეცვალოს და ორიენტირი აიღოს აი ამ სამხედრო საწარმოო მიმართულებაზე და რაღაცა მილიტარისტული რიტორიკა აქვს არჩეული, ხო? ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველი მეორე გამოსვლა არის რაღაცა წინააღმდეგობა რუსეთთან და იგივე კაია კალასის გამოსვლები, ხო? ამიტომ ესე ვთქვათ, ორგანიზაციას ამ მომენტში ჭირდება ყველაზე მეტად პოლიტიკური ერთიანობა, იმიტომ რომ მსგავს ტიპის ტრანსფორმაციისას ყოველთვის ჩრდება გარკვეული ტიპის პროტესტი ან კრიტიკა, იმიტომ რომ ეხლა 2 და 3 წევრი ხო არ არის, 27 წევრი შედის ამ ორგანიზაციაში, აუცილებლად გაჩნდებოდა ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ეს არ მოეწონებოდათ. და ნუ ერთ-ერთი იყო ეს ორბანი იყო არის ახლა დღეს სლოვაკეთში ფიცო, იგივე შეიძლება ახლა მოვიაზროთ ბაბიში ჩეხეთში და ეს წინააღმდეგობა ამ კრიზისში არათუ უხერხულობას, არამედ როგორ გითხრა რაღაცა აი წინააღმდეგობა ხო? რომელიც აწუხებდა ხო? ანუ ხო უნგრეთი რაღაც გადამწყვეტ წინააღმდეგობას საბოლოოდ მაინც ვერ გაწევდა, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ სივრცეში არსებობს ალტერნატიული დისკურსი, ეს უკვე ქმნის მეინსტრიმთან მეინსტრიმისთვის გარკვეულ აი ამ წუხილებს. აი თუნდაც 90 მილიარდზე ხო რეალურად დაბლოკვა რეალური იყო. კი, რეალური იყო, მაგრამ რაღაცა მეც მგონია რომ რაღაც მომენტში რაღაც სავაჭრო საგანს მაინც მონახავდნენ და შეიძლება ეს გაეცვალათ აი ამ დაბლოკილ 35 მილიარდში, რომელიც ბრიუსელმა დაუბლოკა უნგრეთს. ნუ შეიძლება დროის საკითხი ხამას თავს ვერ დავდებ, მაგრამ ნუ როგორც ირკვევა თვითონ სანამ მადიარი გახდება პრემიერ-მინისტრი, უკვე ორბანი დართავს ნებას ევროკავშირს, რომ ეს 90 მილიარდი უკვე მიცენ უკრაინას, უკვე ხო. ესე გამოვიდა. ხო, იმის თქმა მინდა, რომ ბრიუსელს არ უნდა და არანაირი ალტერნატიული პოლიტიკური დისკურსი, იმიტომ რომ პოლიტიკაში აი ეს დისკურსი არის გადამწყვეტი, როგორ გითხრათ, გადამწყვეტი ხელშესახები, ანუ ხელშეუხებელი ხელშესახები რამ, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან შეიძლება იმ დისკურსმა მოიპოვოს ხარდაჭერა ლეგიტიმაცია. თან მით უმეტეს, როდესაც შენ არგუმენტები გელევა და იმ დისკურს არგუმენტები ემატება, ამიტომ ეს ბოლო წლების ბრიუსელის პოლიტიკა არის მიმართული აი პოლიტიკურ ჰომოგენიზაციაზე. მას არ ჭირდება რაღაცა კითხვის დამსმელები ამ ორგანიზაციაში გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაცია, ეს რაღაც რადიკალური ტრანსფორმაცია ორგანიზაციის სამომავლოდ ეფექტურად განხორციელდეს და ის რაღაცა პოტენციური გლობალური კონფლიქტი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას რუსეთთან, ამ გლობალურ კონფლიქტში ორგანიზაცია იყოს ერთიანი, რომ ვიღაც ქვეყნები არ გამოვიდნენ, რომ ეს ჩემი ომი არაა და აღარ მინდა ამ ომში ყოფნა. თან ისიც უნდა ვახსენოთ აი ამ პოტენციურ გლობალური კონფლიქტი, გუშინ იყო მაგალითად ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი გამოვიდა და სია გამოაქვეყნა იმ ინდუსტრიული საწარმოების, სადაც მზადდება დრონები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, რომელიც შემდგომ მიეწოდება უკრაინას და უკრაინა იყენებს რუსეთის ინდუსტრიული რაღაცა სექტორზე თავდასხმებისთვის და რაღაცა უკვე იქამდე მიდის სიტუაცია, რომ შეიძლება ეს კონფლიქტი გაცდეს უკრაინის საზღვრებს. ნუ უკრაინის საზღვრებს უკვე გაცდა ზღვებში და სხვადასხვა ასე ვთქვათ რეგიონებში, მაგრამ ნუ გულისხმობ ევროპის ტერიტორიას ამ შემთხვევაში.
რაც შეეხება ისე მინდა დაუბრუნდე მადიარის თემას, იმიტომ რომ ჩვენთან იყო ძალიან ხა ამ საკითხზე აჟიოტაჟი რაღაცა შედარებები ხდებოდა და აი თვითონ პერსონაჟზეც რო ვისაუბროთ, რა კუთხით, იცი რომ ძალიან რეალურად რაც ვნახე ხა მე რაც წავიკითხე და შეიძლება დაუჯერებელიც იყო სკანდალური რაღაცა თითქოს მიზეზი იყო, რატომ გამოეყო ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, თავის ანუ ორბანის პარტიას და უცებ გადავიდა ოპოზიციაში და პირადული თემაც კი არის ამასთან დაკავშირებით, რომ ანუ ის იყო რა ქვია, ალბათ მაყურებლებმა იციან და წაკითხული აქვთ რა მოხდა, რომ რეალურად იქ მოკლედ მისმა მეუღლემ, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო, მოაწერა ისეთი ადამიანის შეწყალებას, ასე ვთქვათ, ხელი, რომელიც იყო და ძალიან ძალიან ძიმე დანაშაულში ბრალდებული. ხო და თითქოს ეს იყო მიზეზი, რომ ანუ არ ეთანხმებოდა და შეიძლება მანამდეც იყო რაღაცა პირადული ესეთი რაღაც მიზეზები მეუღლესთან, მაგრამ გამოვიდა და ასე ვთქვათ, აი პირდაპირ დაიწყო ამაზე საუბარი ეგ პირველად როგორც ვიცი, აი რაღაც ზუსტად პოდკასტში მივიდა და ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის კიდე, რომელიც აი ქართველებთან რაღაცა ცოტა ვერ მოდის, ესეთ ცოტა დისონანსიაში მოდის. რომ ანუ თავის მეუღლესთან გააკეთა ჩანაწერი, ასე ვთქვათ რა და შემდეგ ეს გამოაქვეყნა და აი მაგალითად ახლა ეგეთი რამე რო ჩვენთან გაეკეთებინა, წარმომიდგენია რომ ქართველი ადამიანი ნამდვილად არ დაუჭერდა ესეთ კაცს მხარს, რომელიც ცოლის, ასე ვთქვათ, ხო იცი, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, თუმცა რასაკურველია ჩვენ გავსხვავდებით ერთმანეთისგან და აი ადამიანმა ეს გამოიყენა, ასე ვთქვათ, ასეთი პოლიტიკური მიზნისთვის, მაგრამ ამასთან შესაძლოა ამასაც წერენ და მე მომისმენია, რომ ესეთი ადამიანური პირადული შურისძიებაც კი შეიძლება ყოფილიყო, ანუ ეს ყველაფერი რაც მოხდაო, რა ვიცი, აი შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? ხო, ну არსებობს სხვადასხვა კულტურული კოდები, სხვადასხვა რაღაც კულტურული მიმართებები, ალბათ უნგრეთში ეს არ არის პრობლემა, როგორც ჩანს, მსგავსი ტიპის ქმედება, თუმცა ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პიტერ მადიარის ამგვარი ქმედებების მიუხედავად, რადგან მაინც მოსახლეობამ გადაწყვიტა მისი მხარდაჭერა, ესეც მიანიშნებს, რაზეც ვისაუბრე, როგორ გითხრა, აი ორბანის მიუღებლობა შეიძლება უფრო იყო, ვიდრე მადიარის მიმღებლობა ამ შემთხვევაში, ხო? ასევე მადიარი არ ყოფილა რაღაცა ლიდერზე ანუ ლიდერი, რომელზედაც იყო პოლიტიკური ჯგუფები დაქვემდებარებული, პირიქით ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შექმნეს ეს მადიარი, რა იმ კოალიციას გულისხმობ პოლიტიკურ გაერთიანებას, ხო? ხო, აი ესე შეიძლება შევაფასოთ, რა, ну, რაღაცა მოსახლეობას, რაღაცა სურდა ორბანის ჩანაცვლება და ის თანახმა იყო იმისთვისაც მიეცა ხმა, რომელმაც მსგავსი ტიპის ქმედებები ჩაიდინა. ну, ეხლა ეს ბევრი რაღაცა კარგზე არ მეტყველებს, მაგრამ უნგრულ მოსახლეობაზე, თუმცა რაღაც პოლიტიკაში მსგავსი რაღაცები მოკლედ ხდება ხოლმე. ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაც მსგავსი ტიპის ქმედები, არ ხო ეს ოჯახის წევრზე არ გამიგია, მაგრამ რაღაც აი კრიტიკულ მომენტში ისეთ სიტუაციებში ხდება ხოლმე რაღაცა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკოსების მიმართ, რომელზედაც შემდგომ ცდილობენ, რომ მოიპოვონ გარკვეული ტიპის მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ქართული პოლიტიკაც სავსე ისტორიული მეთოდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ოჯახის წევრზე მეუღლეზეა საუბარი, რომელიც ხო და ესეც მადიარმა გამოიყენა შემდგომ ეს მისი გამოცდილება ფიდესის წევრობის და შიდა რაღაცა სამზარეულოს ამბები, გამოიტანა ეს რაღაცა კორუფციული სქემები, შეიძლება რაღაცა შიდა რაღაცა კორუფციული მიდგომები და ამაზე მოახდინა კაპიტალიზაცია. თან შეიძლება რაღაც კარგი მომენტი გაბრაზება ჩადო ამ რესურსს. მადიარი შეიძლება ჭკვიან ადამიანად შევაფასოთ იმ გაგებით, რომ მან შეარჩია ძალიან კარგი მომენტი იმ გაგებით, რომ ну, შეხედა სიტუაციას, რომ პრემიერი მართავს ქვეყანას, რომელიც უკვე ალბათ მაშინ იყო ალბათ 14 წელი მართავდა, რომლის ხარდაჭერა არის დაღმავალ, ასე ვთქვათ, ხაზზე, მიმდინარეობს კონფლიქტი, სადაც ამ პრემიერს უჭირავს არაპოპულარული პოზიცია, რაღაცა ევროპის მასშტაბით, ამას ეწინააღმდეგება ცენტრი, ბრიუსელი და
რეალურად მას არ ყავს რეალური ოპოზიცია და მოდი მაშინ აი ამ ვაკუუმს მე შევავსებ რაღაც. შეიძლება ეს ხელახლა გავიმეორებ, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა რო არ ყოფილიყო მადიარის კოორდინაცია ბრიუსელთან. და აი სავარაუდოდ აი კოორდინაციით მოხდა მისი გალიდერება ამ ოპოზიციაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა ამ შემთხვევაში კარგად გამოიყენა მადიარმა, რომელიც შეიძლება ჩაუთვალოთ მას პლუსად. ახლა დღეს რასაც უყურებთ, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ის უკვე აპირებს თლიანად მოახდინოს ორბანის პოლიტიკური რაღაცა ლევიათანის, რომელიც მან 16 წლის განმავლობაში შექმნა დემონტაჟი ჩამოშლა. მან როგორც გაირკვა შეაჩერა სახელმწიფო მაუწყებლობა, ის თulis რომ ეს არის თლიანად ორბანის პროპაგანდაზე მორგებული, ასევე დაჟინებით მოთხოვა პრეზიდენტს რომ გადადგეს, ესეც გარკვეულწილად ნახევრად არადემოკრატიული ქმედებაა და ესეთი ჯერ უკვე სიგნალებს უშვებს რომ შეიძლება მადიარი შეიძლება ორბანზე უფრო ის ავტორიტარი იყოს მომავალში, არ გამოურიცხოთ ეს. თან მით უმეტეს აღმოსავლეთ ევროპაში ხშირად იცვლება ხოლმე მოსახლეობის განწყობები, ეს რაღაცა ტრადიციულ პოლიტიკურ ჯგუფებზე არ დგას ხოლმე პოლიტიკური პარტიები, როგორც ეს მაგალითად ეხლა დასავლეთში ხო ბრიტანეთში ლეიბორისტული კონსერვატიული პარტია, იქ რაღაცა საფრანგეთში სოციალისტური რესპუბლიკური პარტია, ანუ ეს რაღაცა ესეთი პოლიტიკური ორგანიზაციები არსებობენ, რაღაც მათი დასაყრდენი რაღაც ოჯახური წარმონაქმნებიც არის, ხო? რაღაც ეს ოჯახი უჭერს ხარს ამ პარტიას ტრადიციულად ეს ოჯახი მას. აღმოსავლეთ ევროპაში ეს გამოცდილება არ არის, იმიტომ რომ რაღაცა კომუნისტური წარსულია, სადაც ერთი პარტია არსებობდა, დღეს ძალიან ფლუიდ ქართულად როგორ არის. არა მყარი პოლიტიკური სივრცეა, როგორც მაგალითად იგივე ჩვენ ქვეყანაში ხო რაღაც დღეს ერთი პარტია იშლება, მეორე დგება, მესამე იშლება და შესაბამისად არ არის ხარდაჭერის ტრადიცია, ხო? აი მე რაღაცა ტრადიციულად ამ პარტიას უჭერ მხარში, აი ეს ოჯახი ტრადიციულად. ხო, ამიტომ უნგრეთით შეიძლება არ იყოს ამ თვალსაზრისით მყარი. თუმცა ესეც კიდევ ერთხელ ვახსენებ იმას, რომ რაღაცა მაინც აი უნგრეთზე მსგავსი ტიპის ყურადღება და ორიენტირი ამ შემთხვევაში მაინც რაღაცა გადაჭარბებულია, იმიტომ რომ ევროპაში ეს არის შეიძლება ითქვას, რომ საშუალოზე პატარა ქვეყანა, რომელსაც არც ევროპარლამენტში ყავს დიდი წარმომადგენლობა, კი ბატონო ევროკომისარი ყავს, ერთ-ერთი უნდა ყავდეს წევრ ქვეყანას. თუმცა ხო საინტერესო იყო კიდევ ეს ორბანთან დაკავშირებით რომ გავიხსენოთ ის რომ ორბანის გამო ევროკავშირი აპირებდა კონსენსუსის პრინციპის შეცვლას საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ესეც საკმაოდ კრიტიკულ მომენტამდე იყო მისული ევროკავშირი იმიტომ რომ თითქმის ყველა საკითხი ძირეული საკითხი შიდა პოლიტიკური არის კონსენსუსის საკითხზე ყველა წევრი ქვეყანა უნდა დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებას და ნუ აპირებდნენ რომ საგარეო მიმართულებით ეს აღარ ყოფილიყო კონსენსუსზე დაფუძნებული ყოფილიყო უბრალო უმრავლესობაზე ან მოსახლეობის წევრი ქვეყნის მოსახლეობის სიმრავლეს თუ შექმნიდა ეს უმრავლესობა ან მაგალითად გერმანია და საფრანგეთი ჯამში არის უფრო მეტი მოსახლე ვიდრე მთელი ბალკანეთი რო აიღო ხო ამიტომ მათ შეუძლიათ მათი ხმები უფრო წონადი ყოფილიყო მსგავსი ტიპის ტრანსფორმაცია სურდა თუმცა ესეც ნუ აღარ გახდა საჭირო ეს გამოწვევა იქნებოდა ევროკავშირისთვის იმიტომ რომ ზოგადად წევრ ქვეყნებში ეს კონსენსუსის პრინციპი მიმზიდველია იმიტომ რომ ეხლა მე რომ მალტა ვარ და მეც ერთი ხმა მაქვს გადაწყვეტილებისას და საფრანგეთსაც რაღაცა გარკვეულწილად შენ განდომებს იმას რომ ამ ორგანიზაციის წევრი იყო და თუ ეს მოიშლებოდა მაშინ ეხლა მალტა რას ფიქრებდა ხო ჩემი ხმა არ მუშაობს და ვარ რაღაცა ფონი ორგანიზაციაში ამიტომ ხო ეს აღარ დაჭირდა ბრიუსელს ამ კუთხით ხო ამიტომ არის ნუ რასაკვირველი ეჭვები იმასთან და სხვათა შორის იმ არჩევნების დღესაც ორბანი ამბობდა, მე წავიკითხე რამდენიმე ადგილას, რომ თითქოს არის აი ეგ რაღაც მოსყიდვები იყო, ესაოდ ოპოზიციის მხრიდან მოსახლეობის ესე ვთქვათ. და ნუ მანამ კიდე რაღაც სხვა ქმედებები, რომელსაც აპროტესტებდა ორბანი, თუმცა საბოლოო ჯამში რასაკვირველია, მაინც შეეგუა. არ მიგვიდევნებია თვალი უნგრეთში, რომ ეს რაღაცა ამაზე ვისაუბროთ. თვითონ ეს სხვაობა მიანიშნებს იმას რომ ანუ რას ხო ბოდიში რას მინდა ის ხაზი გავუსვა იმას რომ რეალურად მნიშვნელოვანი იყო მაინც რომ აქ უნგრეთში მომხდარიყო ცვლილება ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასე ვთქვა და შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ იყო
იყო მართლა ძალიან ესეთი მხარდაჭერა და არა მხარდაჭერა ზეგავლენა. ხო, ანუ რო ესეთი ინტენსიური. კი ბატონო, ამის მხარდაჭერა როგორც ვახსენე, აუცილებლად იქნებოდა, კოორდინაციაც იქნებოდა, თუმცა რაღაცა ესე რაღაცა ფინანსურად, მე ვერ ჩავალ, მე არ ვიცი. ხო, რასაკვირველია, ხო. იყო არ იყო, ამას მე ვერ ვიტყვი, თუ იქნებოდა ერთი კუთხით, შეიძლება მეორე კუთხითაც ყოფილიყო, იმიტომ რომ იგივე ეს ფიდესი წევრია ამ კონსერვატიული მოძრაობის, ხო? იმათაც აქვთ ფინანსები ევროპარლამენტში. ამიტომ ეხა ამაზე საუბარი აქ. ხო, ანუ რა შეიძლება მაგალითად, რა შეიძლება ეხა მადიარის მოსვლით დაუშვათ, აი თვითონ ევროკავშირისთვის ეხლა კონკრეტული გარდა იმისა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა თქვა ეხლა მადიარმა, რომ მე ვარ პროუკრაინელიო, ასე თქვა და ყველაფერს ასაც მოთხოვენ შეიძლება. ხო, არ გაკეთოს, მაგრამ ხო, ნახოთ. კარგი ის კითხვა შემოიტანე აქ. შეიძლება ხო დიდად ეხა როგორც თქვი, შეიძლება ბრიუსელისთვის უკეთესობისკენ აი გადაწყვეტილების პროცესი დაჩქარდება. არ იქნება აი განხილვებში წინააღმდეგობა და შეიცვალა რა უნგრეთი ბოლო წლებში ბოლო გასული წელი გადაიქცა რაღაც ატლანტიკური ელიტების დაპირისპირების ადგილად. გულისხმობ რაღაც ტრამპის ადმინისტრაციასა და აი ამ ურსულა ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაციას შორის გახსოვთ ალბათ ხო ჯერ შაშან იყო მიუნხენის კონფერენციაზე ჩავიდა გამოვიდა შარშან მარკო რუბიო აღარ მახსოვს ხო და წელს იყო JD Vance და ორივე ეს ვიზიტი თუ ორივეჯერ JD მე მგონი ორივეჯერ JD Vance იყო ორივეჯერ ხო შარშან იყო JD Vance მიუნხენის კონფერენციაზე წელს მარკო რუბიო ორივეჯერ ორიენტირი იყო ის რომ დღეს არსებული პოლიტიკური ელიტები ლიბერალური ელიტები ამერიკისთვის მიუღებელია და ის აუცილებლად უნდა გამოიცვალოს იმიტომ რომ ამ ელიტებს ევროპა მიყავს ცივილიზაციური კატასტროფისკენ. ანუ მათი თავარი ესეთი ხაზი ეს იყო, ანუ რაღაცა გარკვეულწილად პირდაპირ ღია დაპირისპირებაში პოლიტიკურ კონფრონტაციაში შევიდა ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ევროპული ისტაბლიშმენტთან და ეს რაღაც დაპირისპირების ველები არსებობდა ეს იყო ეს უნგრეთი ეს რაღაცა ფიცო შეიძლება ეს ხა ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი. თუმცა და ეს დაპირისპირებაში გაიმარჯვა დღეს ამ შემთხვევაში ევროკავშირმა და გარკვეულწილად შეერთებულ შტატებს აჩვენა, რომ ეს არის ჩემი ტერიტორია, მოდი ბჭყალებს ეს უხეშად რო ვთქვათ, მონიშნა, რომ რაღაც ამერიკული პოლიტიკური ჩარევები შეიძლება არ იყოს ეფექტური და შეიძლება პირიქით ეხა დღეს უკვე კონტრპროდუქტიულიც იყოს. და გამოჩნდა კიდეც ანუ იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ამ მოსაზრება, რომ როდესაც ტრამპი გამოვიდა და ორმას დაუჭირა მხარი, აი ამ ირანში ომის ფონზე, ასე ვთქვათ, როდესაც უკვე რაღაც ძალიან ესეთი უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხთან და პლუს რეიტინგიც არ არის, ვთქვათ, სახარბიელო პირიქით, თითქოს რეიტინგი დაუგდო ურბანს რაღაც კუთხით, არ ვიცი ხა რამდენად შეიძლება იყოს ასე, მაგრამ ეს არ მგონია რაღაცა აი ამ საგარეო ჩარევებს დიდი რაღაცა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა საბოლოო შედეგში. თუმცა შეიძლება გავლენა იქონია ახალგაზრდებზე, იმიტომ რომ ბოლოს ნახე რამდენიმე აქცია, რომელსაც უნგრული ახალგაზრდობა უკვე მაგალითად მხარს არ უჭერს ისრაელს, რაღაცა პროპალესტინური პოზიციები აქვს და რაღაცა ესეთი შეძახილებიც იყო, რომ დავასრულოთ რაღაცა სიონიზმი და ასე შემდეგ, ანუ ანტისიონისტური ტენდენციებიც, ხო? ხო, არ ვიცი ხა ეს რამდენად იყო გადამწყვეტი ფაქტორი, თუმცა იცით როგორ არის, იმდენად უკვე ბოლო მომენტში ხა JD Vance-იც რეალურად ჩასული იყო 2-3 დღით ადრე. ხო, დონალდ ტრამპთან კი იყო რამდენიმე თვის წინ ჩასული თვითონ ორბანი. თუმცა არ მგონია რომ ეს ყოფილიყო რაიმე ტიპის გადამწყვეტი. ხო, აი მე როგორც დავიწყე საუბარი, ძირითადად ეს შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უფრო იყო აი ამ აქტიურობის და აქტივობის გამზრდელი თვითონ უნგრულ საზოგადოებაში. მოდი, ახლა დავაკავშიროთ საქართველოს. რატო? ჯერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რასაკვირველი ეს ცვლილება, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, უნგრეთი ჩვენი თვალსწინები სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ნათელი ხარდამჭერი მოკავშირე ევროკავშირში, როგორც ევროკავშირის წევრი, ორბანი ხა, რაც ჩვენი ესეთი იდეოლოგიური თანხმედრაც ძალიან მაღალი იყო და ამ დროს ხდება ესეთი ცვლილება.
თითქოს საგარეო პოლიტიკაში და საქართველოსთან მიმართებაში ხა რუსთავიორის ჟურნალისტს უპასუხა მადიარმა რომ მე ანუ გავაგრძელებ ისევ ესეთ კარგ ურთიერთობას და თბილისში ჩამოვალ და არ ვაპირებ რაიმე ჩარევას სხვა ქვეყნის საქმეებშიო, მაგრამ ახლა რეალურად მე როგორ იქნება და რას მოთხოვენ და რა ასე ვთქვათ საკითხების წინ და პრობლემების წინაშე დადგება, ეგ კიდე სხვა საკითხია და მაგას ვნახავთ თანდათან, მაგრამ აი ჩვენთვის რას ნიშნავდა საქართველოსთვის ეს ცვლილება და შემდეგ უკვე იმაზეც ვისაუბროთ, რატო გამოიწვია ამ ხელა აჟიოტაჟი ოპოზიციურ ფლანგზე და არის თუ არა რეალურად რაიმე, ასე ვთქვათ, ხელშესახები ოპოზიციისთვის. კი, რა თქმა უნდა, ურბანი იყო საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი რაღაცა პროტეჟე ევროკავშირში, თუმცა მოდი ახლა ესე რომ დავხატოთ სურათი. შენ პროტეჟე გჭირდება რაღაცისთვის იმ ორგანიზაციაში, მაგრამ ურბანს რა უნდა გაეკეთებინა ჩვენთვის, ანუ რა ქართული დღის წესრიგს და მაქსიმუმ ეს იყო რომ რაღაცა ტიპის ჩვენთვის ნეგატიურ პოლიტიკებს შეიძლება რაღაც მომენტში აკავებდა. ეხლა თვითონ ეს მადიარის განცხადებების კი ეს არის რაღაცა კლასიკური დიპლომატიური განცხადებები, ახლა ვერ იტყოდა რომ საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა მექნება და არ ვაღიარებდა ამ შემდეგ. უბრალოდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად მადიარი გააგრძელებს ურბანის გზას, რომ რაღაცა ეხა საქართველოს გამო მადიარი ბრიუსელთან წინააღმდეგობას შევა. როდესაც რაღაცა კენჭისყრაზე დადგება საკითხი, ეს თავისუფლად შეიძლება არ დაეთანხმოს რაღაცებს, თუმცა არ მიცეს წინააღმდეგ ხმა და მისი რაღაცა არხმის მიცემაც უკვე თანხმობა იყოს, ხო? ეს შეიძლება საომავლოდ იყოს გამოწვევა, მაგალითად აი ჩვენთვის ყველაზე კრიტიკული შეიძლება იყოს ეს უიზო მიმოსვლის საკითხი, რომელშიც შეიძლება უგრეთმა აღარ გაწიოს წინააღმდეგობა. ხო, თვითონ ახლა შედარება საქართველოს უგრეთში მომხდარი ამ პოლიტიკური ტრანზიციის და საქართველოს ეს უადგილოა იმ გაგებით, რომ თვითონ ახლა უნგრეთი არის ამ სისტემის წევრი ქვეყანა, რასაც ევროკავშირი ქვია და როდესაც ამ სისტემის ნაწილი ხარ, ამ ქსოვილის ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად პოლიტიკური რაღაცა სივრცის ნაწილი ხარ, იქ ძალიან რთულია წინააღმდეგობის გაწევა. იმიტომ რომ ეს სისტემა შენზე გაცილებით ძლიერია. კი, რაღაც მომენტში შეიძლება გაწიო წინააღმდეგობა, თუმცა რაღაც თან მithumetes ახლა უნგრეთისთვის და ორბანისთვის აი ეს მცირე ქვეყნისთვის რთული იქნება. ჩვენ ახლა ამ სივრცის და ამ ქსოვილის ნაწილი არ ვართ. ჩვენ ვართ რაღაცა ცალკე, რაღაცა ჯერჯერობით არც ერთ ამ ევრო რაღაც ორგანიზაციაში არ ვართ ხო გაწევრიანებული. ახლა ევროსაბჭოს და რაღაცებს არ ვთვლი ხო. ამიტომ გავლენის ბერკეტები, ფინანსური ბერკეტები, სხვადასხვა ტიპის ბერკეტები ჩვენთან გაცილებით ნაკლები აქვს ბრიუსელს ვიდრე ხა უნგრეთს. ახლა თან ახლა გეოგრაფიულადაც რა ავიღოთ ხო, ახლა უნგრეთი შუაგულ ევროპაშია, სერბეთს თუ არ ჩავთვით ყველა მეზობელი ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ასე შემდეგ. ანუ რეალობას ვერ გაიქცეოდა უნგრეთი და ჩვენ ახლა აი ამ რეალობისგან ცოტა შორს ვართ, ხო? ჩვენი მეზობლები არიან თურქეთი, რუსეთი, აკეთი ირანი. ხო, არა, თან ოკუპირებული ტერიტორიები საფრთხე რეალურად უფრო მაღალია, თუნდაც აი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. რაც ანუ რო შევადაროთ ისევ რაღაც შედარება ხდება ხოლმე თითქოს რა ეს ორბანიც იგივე აიმით გამოდიოდა რიტორიკით ომთან დაკავშირებით უკაცრავად მაგრამ უნგრეთის ადგილმდებარეობა და საქართველოს და ზოგადად თუნდაც ტერიტორიული კუთხით და პოლიტიკური თვალსაზრისით და მეზობლებით როგორც ამბობ აბსოლუტურად განსხვავებულია და ამის შედარება როგორ შეიძლება რეალურად საფრთხე ჩვენთან ბევრად მაღალია ამ კუთხით და დაკვირვებაც და ბევრად მეტი ასე ვთქვათ გაანალიზება ჭირდება ვიდრე თუნდაც ახლა ხო ანუ უბრალოდ შემთხვევაში რო შევაჯამო ხო გავსი ტიპის სცენარები საქართველოში წარმოიდგინო ეს არის უადგილო და რაღაცა შეიძლება თქვა ლოგიკას აცდენილი თუმცა ეს ტრანსფორმაცია უნგრეთში ჩვენ ურთიერთობას ევროკავშირთან უფრო გაართულებს ეს ახლა ამას ვერ გავიქცევით იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ფიცო რა სიზამს მომავალში მაგრამ აქ უნდა ვახსენო საინტერესო რამ რომ ზოგადად ხა პოლიტიკა არ არის სწორხაზოვანი. და არც ისტორია არ არის სწორხაზოვანი, ყოველთვის არსებობს რაღაცა დიალექტიკური პროცესი, რაღაცა პოზიციას ყოველთვის აქვს ოპოზიცია, რაღაცა ხდება, მე მის საპირისპირო ხდება, მე რაღაც მომავალში შეიძლება სხვა ქვეყნებში გაჩნდნენ ურბანიზმის მსგავსი ტიპის ლიდერები. მაგალითად, ძალიან ესე გააქტიურდა ბოლოს სლოვენია, ხო?
იგივე მაგალითად ესპანეთის ქმედებები. მაგრამ მომავალ წელს არის ყველაზე კრიტიკული არჩევნები ევროკავშირში, ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტობის არჩევნები, როდესაც მაკრონს ვადა გაზრდის და მთავარი ფავორიტი არის ჟოზეფ ბარდელა, მარი ლე პენის კანდიდატი. ხა საფრანგეთში თუ ბარდელა პრეზიდენტად ეს იქნება, როგორ გითხრათ, 100 ჯერ უფრო დიდი მნიშვნელობის, ვიდრე ორბანი იქნებოდა თუ არა უნგრეთში, იმიტომ რომ საფრანგეთი არის დამფუძნებელი ქვეყანა, გერმანიასთან ერთად ნომერ პირველი სახელმწიფო, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის რაობას, არა თუ შიდა და საგარეო პოლიტიკას, არამედ როგორი უნდა იყოს ეს ორგანიზაცია და თუ ეხა იქ მოხდა მსგავსი ტიპის ტრანსფორმაცია, ხო, ეს რაღაცა ორბანის არ არსებობს პრაქტიკულად აბსოლუტურად ნიველი იყო. აი ჩვენთვის რას ნიშნავს დაუშვათ ეს თუნდაც ტრანსფორმაცია, რასაც შენ საუბრობ, მოხდა ცვლილებები სხვადასხვა ქვეყანაში, მით უმეტეს ახლა რასაც ამბობ საფრანგეთში და ასეთი ტიპის ლიდერების მოსვლა ჩვენთვის რას ცვლის საქართველოს? მსგავსი, ანუ როგორ გითხრათ, ალტერნატიული ლიდერები ხშირად ევროპულ პოლიტიკაში აბრუნებენ პრაგმატულობას, რომლისგანაც დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკა საკმაოდ მოწყვეტილია, ხო? მაგალითად, ეხლა ორგანიზაციას პრაქტიკულად მოუსწრეს ენერგოსტაბილურობა, არ იციან, საიდან შეიძლება მიიღონ საწვავი, ხო? და ამ იმის ნაცვლად, რომ ორგანიზაცია ორიენტირებული იყოს, რომ ენერგოსტაბილურობა შექმნას, პირიქით ორგანიზაციის შემდგომი ქმედებები იწვევს იმას, რომ ეს ენერგოსტაბილურობა კიდევ უფრო არასტაბილური გახდეს, ხო? მაგალითად, ეხლა ბოლოს იყო ახალი ამბავი ევროკავშირის რომელიღაც აღარ მახსოვს რომელი წევრი ქვეყანა იყო, ავიასაწვავი თავდება, რომ მომავალში შეიძლება ფრენები პრაქტიკულად განახევრდეს, ან საერთოდ ანუ ეხლა შეწყდება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა შემცირდეს, ხო? ანუ ეს გამოწვევა არსებობს. ეს ავიამიმოსვლის შემცირება ეკონომიკის შემცირებას ნიშნავს, ხო? ეს ხო არ არის მარტო რაღაცა ტურიზმის გამოხარდა დიხარ აქეთ, ხო? ფასების ზრდა და ფასების ზრდა ეს ხო, ეს ცალკე საკითხია. ხო, დაუბრუნდი ამ საკითხს, რომ მსგავსი ტიპის ლიდერები აი პრაგმატიზმს აბრუნებენ. ეს პრაგმატიზმი ნიშნავს გარკვეულწილად პირველი ეს არის უსაფრთხოების საკითხის მოგვარებას, ანუ რაღაცა სამშვიდობო პოლიტიკების დაბრუნებას ორგანიზაციაში, ანუ იგივე ეკონომიკური განვითარების დაბრუნებას, ენერგოსტაბილურობის შექმნას და როგორც თქვათ, ასე ვთქვათ, პრაგმატული პოლიტიკის დაბრუნებას. მსგავსი პოლიტიკები გარკვეულწილად აი ამ წნეხს, რომელიც არსებობს მაგალითად ჩვენზე, ხო, ევროკავშირისგან, შეიძლება ეს წნეხი შეასუსტოს, რომ რაღაცა დაჟინებული მოთხოვნები, რომ შენ ასე უნახნა, შენ ისე უნახნა და რაღაცა. ხო, მაგრამ ეს არის გაფართოებასთან დაკავშირებული, ხო? ანუ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხი, იმიტომ ჩვენ რატო გვინდა, რატო არის ჩვენთვის პრობლემა, იმიტომ ჩვენ მივილტვით, ხო, რეალურად. ხო, და ასე შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად მსგავსმა ლიდერებმა შეიძლება არ მოითხოვონ ასე ვთქვათ, სუვერენულობის რაღაცა პრაქტიკულად განულება წევრ სახელმწიფოებს, ხო? აი იგივე ახლა მაგალითად აი დამავიწყდა მადიარის кейსი, ხო? 27 მოთხოვნა წაუყენეს მადიარს, რომ შეასრულოს, რომ მიიღოს ის 15 მილიარდი ბრიუსელისგან. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ეს თვარწდები მიგრანტების თემაც არის იქ, რომელსაც ეწინააღმდეგება ეს. ხო, 27 მოთხოვნაში რა არის? უბრალოდ ჯერ რომ ქვეყანას უყენებ 27 მოთხოვნას შესასრულებლად, რომ რაღაცა მიიღოს ფინანსური ტრანში, ეს არის რომ მას აბსოლუტურად ართმევ უსუვერენულობას. ანუ 27 პოლიტიკას თავაზობ. ანუ ამ ქვეყანამ თვითონ რაღა უნდა აწარმოოს ბრიუსელის დადგენილი პოლიტიკა თუ აწარმოა, ხო? ანუ ესეც არის სიგნალი უნგრეთისთვის, რომ ანუ სუვერენულობაზე და დამოუკიდებელ პოლიტიკებზე მომავალში აღარ იფიქროს. ეს არის დღევანდელი ბრიუსელის, როგორ გითხრა, ეს როგორც დასაწყისში ვახსენე, ანუ აბსოლუტური ჰომოგენიზაციის, პოლიტიკური ჰომოგენიზაციისკენ წარმოებული პოლიტიკა. ხო და თუ ესეთი ალტერნატიული ლიდერები იქნებიან ევროკავშირში, შეიძლება აი ესეთი ტოტალური ჰომოგენიზაცია არ ვიხილოთ და ეს რაღაცა დაჟინებული მოთხოვნები, რაღაცა ირაციონალური, ხშირად ირაციონალური პოლიტიკების გახორციელებისკენ შეიძლება შემცირდეს. ეხლა შეიძლება მე ცოტა ესეთი უცნაური რამ ვთქვა და არ შენდამეთანხმო და არც მაყურებლებმა, მაგრამ აი ცოტა შედარება რო გავაკეთოთ, მადიარი, არათუ მომავალში შეიძლება მადიარისნაირი იყოს ჩვენ და საქართველოში, არამედ ჩემთვის უფრო მეტად არის სააკაშვილის მაგვარი ტიპი და გეტყვირა და ზუსტად რაღაც ახლა ბევრი რაღაცის გათვალისწინებით, რომელიც მოხდა 2003. ნუ ის ხა კი რევოლუციით და ასე ვთქვათ, თუმცა ნუ იმის შემდეგ, ხო, არჩევნების შემდეგ მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ აი ზუსტად ისიც სააკაშვილი იყო ესეთი ფიგურა, რომელიც იყო ჯერ მის გვერდით, ხო,
და ასან შექმნეს ეს ფიგურა ისეთი, რომ ზუსტად მაშინაც იქ საქართველოში იყო ძალიან ესეთი მძიმე სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია, კორუფცია და მოკლედ ყველა პრობლემა რაც შეიძლება ყოფილიყო, იყო და ზუსტად ამ ფონზე, როდესაც ეს ადამიანი აქტიური მოქალაქეთა კავშირის აქტიური წევრი იყო და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ის კადრების გახსოვთ ალბათ შევარდნაძე რო თქვა ეს თქვენი მომავალი პრეზიდენტ თუ რაღაც თქვა ესეთი აღარ მახსოვს ზუსტად როგორ იყო, ანუ იყო რეალურად ეს და ამ ადამიანში ჩადებული იყო ზუსტად ის რესურსები, რაც შემდეგ გამოჩნდა თუნდაც ის რომ იყო ძალიან ასე ვთქვათ დასავლეთის კარგი მოკავშირე და თითქმის ყველაფერს რასაც მათი სურვილების მიხედვით აწარმოებდა პოლიტიკას რეალურად და ნუ არაერთი მაგალითი ამის თაობაზე. აი მე ამას უფრო ვადარებ, ვიდრე შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს თითქოს რა. მე კი ნახავ მოსახლეობა ვნახეთ ყველამ რა მოხდა 2003 წლიდან და რეალურად როგორ განვითარდა მოვლენები და თვითონ საქართველოსთვის რა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ აი ხლა ავიც ვნახოთ აბა უნგრეთს ამ კუთხით როგორ უნგრეთისთვის რა იქ ხო ამაზე არ ვიფიქრია ხო ტყუილა არ ვთქვი რომ მადიარი შეიძლება უფრო ავტორიტარი იყოს მომავალში ვიდრე ორბანი და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ამ ანუ მსგავსი ტიპის ლიბერალურ ავტორიტარიზმს არ იმჩნევენ დასავლეთში, იმიტომ რომ ეს მათ გეოპოლიტიკური ინტერესებს ემსახურება და ნუ საბოლოოდ ისინი ცხადდებიან ხოლმე დემოკრატებად. ხო, ყველაფერს თავი დავანებოთ, ეხლა სირიაში ალჯულანი გამოაცხადეს დემოკრატად და სირიული კეთილდღეობის და კარგი მომავლის წყაროდ, ხო, ნუ ესეც ორმაგი სტანდარტი აღარ ქვია, ეს უბრალოდ ჩვეული პოლიტიკური თვალთმაქცობაა, ხო. ამიტომ ხო ანუ მადიარს ხო რაც ახსენე შეიძლება კონდეს ეს იმიტომ რომ როგორ არის ცით ხო აი ისიც სწორი ახსენე კი სააკაშვილი მოვიდა რევოლუციით მაგრამ ეს არჩევნებიც რაღაცა რევოლუციის მაგვარი მოვლენაა და ისიც ახსენე რომ ანუ თავარი ორიენტირი როგორც უკვე ჩანს იქნება აი ეს ყოფილი სახელისუფლებო პოლიტიკური რაღაცა ჩონჩხის ჩამოშლა რომელთან ბრძოლაშიც მას რაღაც მომენტებში ძალაუფლება გაექცევა, ხან რაღაცა ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ნუ რაღაცა დემოკრატიული მეთოდებით ებრძოლო პოლიტიკურ ჯგუფებს, ან რაღაცა გადამწყვეტ დარტყმებს ვერ აყენებ ამ დემოკრატიული მეთოდებით, ნუ მოგიწევს რაღაცა, ხო, რაღაცა პოლიციის გამოყენება, რაღაცის დახურვა, რაღაცასთან რაღაცის დაპატიმრება, ასე შემდეგ. შეიძლება ეს რაღაც პროცესი გადაიზარდოს რაღაცა აი ლიბერალურ ავტორიტარიზმში უნგრეთში ეს არ გამოურიცხოთ კი. ხო და რაც შეეხება აი ხლა დღევანდელ ასე ვთქვათ დაკავშირებას ასეც ანუ აი ძალიან აჟიტირებული იყო ოპოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად თითქოს იმედი მიეცათ და ნუ მოკლედ წყალი გადმოგსყოდეთ რომ გუშინ დარბოდა ერთ-ერთი აქციის მონაწილე რომ მართლა რეალური წყალით ეს უნგრეთიდან ჩამოტანილი წყლით ასე ვთქვათ დადიოდა და ნუ ესეთი გაშარჟებული სიტუაციებიც არის ამასთან დაკავშირებით მაგრამ აი რეალურად აი არ ის საფუძველი იმის რომ აი პარალელი გაავლონ იმიტომ რომ მე ამასთან დაკავშირებით შემოსაზრება მაქვს მაგრამ მაინტერესებს შენ ეს ფიქრი არა ხო მე ვახსენე ხა უნგრული დავარქვათ საარჩევნო რევოლუციის აქ გადმოტანა პრაქტიკულად რა ვიცი ანუ პარალელებს ვერ ვავლებ იმიტომ რომ ნუ იქ ოპოზიცია გაერთიანდა ერთი ოპოზიციას ჰქონდა მხარდაჭერა მეორე მას ყავდა ახალი ლიდერი რაღაც ახალი სახე რომელსაც ჰქონდა კონკრეტული დღის წესრიგი და ტკივნეული თემები, რომელზედაც ის აპელირებდა, რაღაცა მარტო რაღაცა ანტირუსული რიტორიკა და აქეთ რუსებოს ძახილი და რაღაცა არ ყოფილა იქ, იყო რეალური საკითხები და მეორეს ერთი რაღაცა ეს კოალიცია შედგებოდა ისეთი პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომელიც მოსახლეობას მოკრიჭებული არ ყავდა, ანუ ხელისუფლებაში რაღაცა არ უყურებდა რაღაცა მანამდე და რაღაცა პოლიტიკური ისტორია არ გააჩნდა ისეთი, რომ სადაც რაღაც მიუღებლობა ექნებოდა და დღეს ახლა საქართველოში ასაც ხედავთ, ყველაფერი საპირისპიროა ამის და ეს რანაირად უნდა გახორციელდეს, არ ვიცი, მით უმეტეს იგივე ისიც კიდევ ერთხელ გამეორდები, მადიარს ჰქონდა აი ეს დიდი პოლიტიკური ზურგი ბრიუსელის სახით, ვიძახი რომ ახლა ამას მე ვერ დავადასტურებ, თუმცა იქნებოდა გარკვეულწილად რაღაც ფინანსური და ხარდაჭერა და პოლიტიკური კოორდინაციაც ეს გამორიცხულია რომ არ ყოფილიყო. რაც ახლა დღეს საქართველოსთან მიმართებაში კი რა თქმა უნდა რაღაც დონეზე არის ერთის და მეორეს, თუმცა რაღაცა ეს გადამწყვეტი უკვე
თან ესეც უნდა ვახსენოთ ახლა ხო უნგრეთი არ იმყოფება ომში მყოფი სახელმწიფო არ არის მისი ტერიტორიები არ არის ოკუპირებული და რაღაცა პირდაპირ საფრთხის ქვეშ არ არის ნატოს წევრი სახელმწიფოა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და ამ შემდეგ ჩვენ აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვარსებობთ და საზოგადოება იაზრებს აი ამ რისკებს და გამოწვევებს და აქედან ამოდის, როდესაც იღებს გადაწყვეტილებებს და ეხლა თუნდაც რომ ოპოზიციამ რაღაცა გაერთიანება და გაერთიანდა კიდევაც ხო ბოლოს რაც ვნახეთ, რაღაცა მსგავსი სცენარი პრაქტიკულად ხო ნახევარად კომიკურია ისიც რომ ახლა აი ოპოზიციამ დაიწყო საუბარი საარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილებაზე. ხა ეს მე რამდენჯერ შეიძლება გავიაროთ ერთ და იგივე 2020 ხო და არის რაღაცა პრობლემა ზოგადად ობიექტურობის, აღქმის, საკუთარი ძალის, საკუთარი რესურსების, საკუთარი რეიტინგის, არ ვიცი რა ვთქვა, რაღაცა პრობლემა ხო არსებობს ოპოზიციაში თუნდაც რომელიც აი დღეს არ უყურებს კარგად ვერაფასებს რეალობას. ერთ გადაცემაში ვახსენე და ახაც გავიმეორებ, ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს პოლიტიკური ოპოზიცია არის არა საკუთარი პოლიტიკური ქულების, რაღაცა დივიდენდების, მხარდაჭერის, ლეგიტიმაციის გასაზრდელად, არამედ საკუთარი პოლიტიკური ეგზისტენციის გადასარჩენად. რომ აი მე ვიარსებო ოღონდ. რომ ვიყო, იმიტომ რომ მათი მყოფობა დაკავშირებულია დაფინანსებასთან. თუ ისინი არ იქნებიან, მათი ეგზისტენცია არ არსებობს, არ იქნება დაფინანსება. და უბრალოდ რაღაც თემიდან თემამდე რაღაც პარაზიტირებენ. რომ რაღაც ეს მოხდა, აი ამ თემაზე ვართ, ეხა ის მოხდა ამ თემაზე ვართ, ეხა რაღაც ეს ძალიან რაღაც ამ შაბლონურ ჩარჩოთი განიხილავენ ამ ორბანი მადიარის დაპირისპირებას და რაღაცა ახდენენ უბრალოდ რაღაცა უხეშ კოპირებას ჩვენზე, რაც ხა რაღაც ელემენტარული ჩახვიდეს სიღრმეში მიხვდები რომ საერთოდ ევრობიუროკრატია ყველა რაღაც მხარდაჭერას თითქოს არასწორია რა კუთხით ვიძახით. ეხლა გასაგებია რომ მადიარის შემთხვევაში გასაგებია თუნდაც მაშინდელი სააკაშვილის შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა, მაგრამ აი დღეს როდესაც რაღაცა გარკვეულწილად მარგინალურ პოლიტიკურ ფიგურებს უჭერენ მხარს, ხო? რეალურად ხო არ არის ამის შანსი, რომ ახლა ისინი რაცა უნდა გაერთიანდნენ და რაღაც რომ აი ესეთი ცვლილება მოახდინონ და მათი მხრიდანაც რატო არ ხდება, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის გაანალიზება და რა ვიცი, აი რეალობასთან აი მე წეგანაც ვახსენე, აი თავი რომ დავანებოთ რაღაცა ისტორიულ პოლიტიკურ წარსულს, რაც აქვთ ხო ამ პოლიტიკოსებს მათ რაღაცა უქმედებებს, რაღაცა დაშლა, გაერთიანება, გამოყოფა, ხო? რაღაცა ის იგავი მახსენდება, იგავი ცრუზე რო არის, ხო? რამდენჯერმე იტყუება და ბოლოს სიმართლეს ვამბობს, აღარ უჯერებენ, ხო? ერთხელ ნახეთ 2020 წელს, 2024 წელს, ხო? იმდენად ეს რაღაცა პოლიტიკური პროცესები უკვე იმდენჯერ გვაქვს ნანახი, რომ ეხლა შეუძლებელია მესამე და მეოთხე ჯერზე ადამიანში ნდობა მოიპოვო იგივე რაღაცა პროცესში დაგიჭირონ. ხო, ისედაც უმრავლესობა არც იყო, ხო? ეხლა მათი მხარდამჭერი არასდროს ყოფილა უმრავლესობა, მაგრამ ის ნაწილი, ხო, რაც უჭერდა მხარს უნდა რაღაც პერიოდში, ისინიც კი თანდათან კი, ეს ხო, გარკვეულწილად თვითონ ოპოზიციურ ამორჩეულშიც გარკვეული ნიჰილიზმი იზრდება, ხო, ესეც გამოწვეულია ამ პოლიტიკური ლიდერების და პარტიების ქმედებებიდან გამომდინარე, რომელთა ორიენტირი, მე ხა რა ვიცი, უყურებ რაღაც ამბებს და მათ არ აქვთ ორიენტირი, მხარდაჭერა გაიზარდონ. ყოველი მათი რაღაცა ქმედება, განცხადება და რაღაცა უფრო ორიენტირებულია პირიქით, უფრო აღარ მოგინდება მისი მხარდაჭერა რაღაცა, გადაუწყვეტელი ამორჩეულის პერსპექტივიდან, რომ შევხედოთ. და რაღაცა არის რაღაცა პარაზიტირება, რაღაცა ამბებზე, რომ პოლიტიკურ საინფორმაციო სივრცეში ვარსებობდე. რომ რაღაცა ეს მაგალითად დაინახონ რაღაცა მხარდამჭერებმა და გარე მხარდამჭერებმა და რაღაცა თუ ახლა მედიაში ვარსებობ, ესე იგი მე ვარ რაღაცა პოლიტიკური სუბიექტი და ეს უკვე გარე მხარდამჭერში, ყალებში ვთქვათ, იწვევს იმას, რომ რაღაცა ის სურვილი უჩნდებათ, რომ რაღაცა საკუთარი ფინანსები აი ამ გზით მოიპოვო, ხო. სხვა რაღაცა ეს შთაბეჭდილება მრჩება, უბრალოდ მე რაღაცა თან ეხა უკვე ისიც უნდა ვახსენოთ აუცილებელი რაღაცა იდეოლოგიურ ჭრილშიც განვიხილოთ, ეს პოლიტიკური ოპოზიცია, ხელისუფლებაც ნაწილობრივ ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დგან ამ პლატფორმაზე, რომ შეუძლებელია ეს იდეოლოგია გახდეს მასობრივი მხარდამჭერის მოსაპოვებელი რაღაცა მსოფლმხედველობა, ხო? გულისხმობ ეს ნეოლიბერალური ეკონომიკის მოდელი, რაღაც თავისუფალი ბაზრის პრინციპი, რაღაცა
დეინდუსტრიალიზაცია, დერეგულაცია, ესენი არ არის პოპულარული საზოგადოებაში. შე როდესაც იტყვი რაღაცა მსგავსი ტიპის, უკვე რაღაცა მიუღებლობა ჩდება, ხო? საზოგადოებთან ისეთ ქვეყანაში, სადაც, მსგავსი ტიპის რაღაცა არც ერთი, არც ერთი საწარმო ხმამაღალი, მაგრამ რაღაც საწარმოების დეფიციტია, ხო, მაგალითად. იგივე სწორი რეგულაციების დეფიციტიც არის, ხა დერეგულაცია, რაღაც სფეროებში შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ უმეტეს სფეროებში შეიძლება მიუღებელია და ესეთ პლატფორმაზე რთულია რაღაც მხარდაჭერა მოიპოვო და თან ეხა ამას დავანებოთ ამას თავით, ცალკე არის კულტურული საკითხი ხა. ის კულტურული საფუძვლების სვეტებიც, რაზეც დგას ეს საქართველოს ოპოზიცია, ესეც არ არის სახალხო მობილიზებისთვის მისაღები, ხო? მაინც ეხა საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას რჩება, რაღაცა საკუთარი იდენტობები აქვს მოსახლეობას, რომელიც არის ბაზისური და რაღაცა ნაჯახისებრად გინდა შენ შესთავაზო ის, რომელიც პრაქტიკულად არათუ მიმღებლობას ახდენს, პირიქით აღძრავს მიუღებლობას აი ამ ამორჩევლებში. აი პატრიარქის დაკრძალვა იყო, ასე ვთქვათ, ეს ერთი დემონსტრირება. ხო. არა მარტო. ესეთი თვალსაჩინო, ასე ვთქვათ, ხო. არა მარტო, ხო, ბევრი იყო, ყოველდღიურია ესეთი მოვლენები, შეიძლება სია გაკეთდეს. და ძალიან საინტერესოა შენი მოსაზრება ზოგადად აი რა ეს კრიზისი რაც არის დაუშვათ ეს თვითონ აი ოპოზიციაში პოლიტიკური და რასაკვირველი ხა ახალგაზრდებისთვის მაგალითად ვინც არ არის ჩვენსავით ანუ მილენიალები და წინათაობა რომელიც მოესწრო კარგად ხო იმას თუნდაც სააკაშვილის რეჟიმს და ყველაფერი კარგად ვიცით ვინ არის და ვინ რა გააკეთა ხო მაგრამ ანუ რაღაც გავლენას ესენი მაინც ახდენენ რაღაც კატეგორიაზე და რაოდენობაზე თუნდაც ახალგაზრდების მაგრამ თუნდაც ისეთი ჩართულობა როგორც აი ხა საჭიროა ისეთი მაინც არ არის ხო თუნდაც შენაბობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის რომ არ არიან ქართული ესეთი მნიშვნელოვანი ანუ იდენტობის მატარებელი და ესეთი დამცველი ადამიანები და ძალები და ეს ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ხო თუნდაც ეკლესიასთან დაკავშირებით იქნება თუ ტრადიციებთან და სხვა მაგრამ აი რა მიზეზები არის რეალურად ესე შენი ხედვით ამ მიმართ ხო აი პოლიტიკოსების მხრიდან თუნდაც ახალგაზრდობის აქ არის ლოკალური და გლობალური პროცესი უნდა განვასხვაოთ, ხო? თანამედროვე ლიბერალიზმი ანუ როგორ გითხრათ, ისიც შევიდა რაღაც გარკვეულ სტაგნაციაში, რაღაც ახალს თანამედროვე ლიბერალიზმი აღარ თავაზობს ადამიანს. ეს პოპულარული და რაღაცა სიმპათიური სოფხედულობა იყო 90-იანებში, 2000-იან წლებში. რომელიც მაშინ იყო სიახლე, ანუ ახალი ცხოვრების წესი, რაღაცა ახალი მიმართებები. თუმცა დღეს უკვე იმდენად ჩიხშია თვითონ ეს იდეოლოგია შესული. საქართველოში არ ვიძახი გლობალური მასშტაბით ვიძახი, რომ ის ახალს ვეღარ თავაზობს, ანუ ახალ მოდას ვეღარ ქმნის. ანუ 90-იანებში ის იყო აბსოლუტური მოდა იყო ლიბერალიზმი. თუ არ იყავი ლიბერალი, ესე იგი არ არსებობდი. და არავინ არ არის ხა დასაძრახი რაღაცა ახალგაზრდობაში ყველა შეიძლება ასე იყო, ხო. დღეს ანუ გლობალური კრიზისია ლიბერალიზმის, რომელიც აისახება ჩვენზეც ხა რო გავიხსენოთ მაგალითად 15-20 წლის წინანდელი რაღაცა ახალგაზრდების ცხოვრება, რაღაც იყო რაღაცა სახელოვნებო კულტურული ტენდენციები დღეს მსგავსი რაღაცები უკვე აღარ მხდება ხა ვერ ვიტყვი რომ ვადევნებ თვალს მაგრამ რაღაცა ესეთი მოდური რაღაცები აღარ არსებობს პრაქტიკულად თან ამას დაემატა აუცილებლად უნდა ვახსენოთ სოციალურების რაობას ხო დღეს უკვე ინფორმაცია აღარ არის რაღაცა როგორ გითხრა მიუწვდომელი აღარ არის ყველაფერი ყველასთვის არის მისაწვდომი ადრე თუ ეს იყო რაღაცა არქაულ პერიოდში თუ იყვნენ ქურუმები რომლებიც მხოლოდ ისინი ფლობდნენ ცოდნას და მათი ცოდნა იყო გამსაზღვრელი საზოგადოების ცხოვრების წესის და მსგავს ხო ავტორიტეტები და მსგავსი ფორმატი იყო ჩვენთანაც 90-2000-იან წლებში რომ რაღაც არსებობდნენ ქურუმები ლიბერალიზმის ქურუმები რომლებიც ავრცელებდნენ ცოდნას და უნდა მიგვებაძა ყველას დღეს უკვე ესე აღარ არის ყველას შეუძლია ნებისმიერ მოვლენაზე ნებისმიერ პერსპექტივიდან ანალიზი წაკითხოს და თვითონ გამოიტანოს დასკვნები ხა ესა ამართალი ესა აქ უკვე რაღაც ადამიანის მორალზე დგება საკითხი რომელსაც აირჩევს ის და ანუ ახალგაზრდებსაც აქვთ ხა ეს წვდომა დღეს არ არის
ასევე საინფორმაციო ველიც აღარ არის ჰომოგენური, თუ ადრე იყო მარტო რაღაცა ერთი ხაზი და ყველა მედია, თავი დავანებით რომ მედიაც აღარ არის ჰომოგენური, ხო, ეს ტრადიციული მედია ყოველდღიურად სუსტება და რაღაც კარგავს ამ მეინსტრიმულობას, ეს ალტერნატიული მედიები იგივე ეს YouTube-იც უკვე პოპულარული ხდება, იგივე TikTok-ი, სადაც ეს ალტერნატიული აზრები, ალტერნატიული რაღაცა დისკურსი, ნარატივები უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ადამიანებს სურთ გაიგონ რაღაცა განსხვავებული, ვიდრე მათ იციან, ხო. ამიტომ ეს იწევს იმას, რომ ეს რაღაცა მასობრივი იმზიდველობა, რაც ქონდა ლიბერალიზმს და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ამ იდეოლოგიაზე იდგნენ, ეს მასობრივი მიმზიდველობა რეალურად დაკარგა. დღეს ახლა ადამიანი ახალგაზრდა ან მოტყუებულია, ან ეზარება, რომ აი ეს რაც მე ვახსენე, რომ გაიცნოს რაღაცა სხვა რაღაცები იკითხოს და სხვა ინფორმაციას გაიცნოს, ხო. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა მე ძალიან მიკვირს ხოლმე, რომ რაღაც არის ახლა პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რაღაცა უპირობო მხარდაჭერას გამოთქვამენ, მაგალითად აი ისრაელის მიმართ, აი ამ ღაზის მოვლენების მიმართ. ახლა ხო, შენ ხო ადამიანი ხარ, შეგიძლია ნახო, რომ რა ხდება ხო ღაზაში და რაღაცა კი შეიძლება მე კი არ ვამბობ რაღაცა ისრაელის მიმართ და ზიზღი გქონდეს რაღაც. უბრალოდ კითხვები დასვა, რომ რაღაცა ის რო ხდება, რატო ხდება და ელემენტარულად რაღაცა ადამიანების გენოციდის მიმართ რაღაცა გაგიჩნდეს სინანული და თქვა, რომ ეს არ მომწონს, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ რაღაცა ისრაელი აღარ მინდა. მაგრამ რაღაცა და ანუ როგორ შეიძლება ხა ადამიანი ახალგაზრდა მიხვიდე ასეთ პოლიტიკურ ჯგუფთან და უთხრა რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი მომწონს, რომელიც უპირობო გენოციდს უჭერს ხარს, ხო? აი ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია, ხო? ან როგორც ვახსენე, ან მოტყუებულია, ან ეზარება რომ მიიღოს ინფორმაცია. სხვა ახსნა ამას რეალურად არ აქვს. ან რაღაცა შეიძლება ესეც ანუ ესეც უკვე ისტორიას ჩაბარდა, რომ აი ეს ლიბერალური ნარატივი იყო თვითდამკვიდრების ინსტრუმენტი საჯარო სივრცეში, რომ რაღაცა თუ აი რაღაც ამ ჯგუფებს აყვებოდი, ამ პერსონას აყვებოდი, რომელიც იყო ჭყალებში რაღაცა talking head-ი ან რაღაცა შენს რაღაცა იმკვიდრებდი თავს და დღესაც აღარ არის ეს სიტუაცია, რომ ამ ეს თვითდამკვიდრება ხდებოდა, იმიტომ რომ ზუსტად აი ეს ჰომოგენური იყო ეს სივრცე და დღეს როგორც ვამბობ, აღარ არის ჰომოგენური სივრცე და აღარ არის მანდ-მაინც საჭირო, რომ აი იმ ჯგუფთან იყო აფილირებული, რომ რაღაცა შენი რაღაც საჯარო იდენტობა დაადასტურო, ხო? ესეც უკვე რაღაცა ინერციაში ვართ რეალურად რა. დღეს ეს იდეოლოგია, ეს პოლიტიკური ჯგუფები არის ინერციაში, რომელიც ადრე თუ გვიან ანუ მხოლოდ საქართველოს არ არის ამ სიტუაციაში, გლობალურად არის ეს პროცესი, ხო? ტრანსფორმაცია ხდება ამ კუთხით, ხო? თვითონ აი ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობაც, რაც არსებობს და რაღაცა საერთაშორისო სისტემის გადატვირთვის აუცილებლობა, აი რაღაც უნიპოლარიზმი და რაღაცა შემდგომში ხშირად საუბრობენ მულტიპოლარიზმზე და შემდეგ. მაგრამ ის სისტემა, რომელიც აქამდე არსებობდა, რომ აჩვენა, რომ ამ ფორმატში შეუძლებელი იყო არსებობა საერთაშორისო სისტემის და აუცილებელია ეს გადატვირთვა და ესეც გამოწვეულია ზუსტად ამ იდეოლოგიური კრიზისიდან, შეიძლება ესეც ვთქვათ, ხო? რომ რაღაცა რომ ყოფილიყო ხა ლიბერალიზმი დღესაც რაღაცა უპირობო რაღაცა მიმზიდველი იდეოლოგია, არც შეიძლება არც რუსეთში გაჩენილიყო წინააღმდეგობა, არც ჩინეთში, არც არავისთან და გაეგზელებიდან თით, რაც 80-იანებში დაიწყო ერთსა და მეორე ქვეყანაში, ხო? იგივე თუნდაც ირანში, ხო? თუმცა აი როგორც ვიზახე, ეს ახან შევიდა, ეს იდეოლოგია კრიზისში, ეს უკვე მიმზიდველი აღარ არის და შესაბამისად ამ ქვეყნებშიც თანათანობით გაჩნდა წინააღმდეგობა, რაც ხო ეს არის რაღაც ისტორიული პროცესი. ისტორია არ არის როგორც ამბობთ, ცალსახოვანი და წრფივი, მას ახასიათებს ყოველთვის პოზიცია თეზისი, ანტითეზისის გლობალური პროცესია ეს, ხო? კი, რა თქმა უნდა. აი ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, რა კავშირში არის იმასთან, რაც ხდება თუნდაც ახლა ირანში და ზოგადად იქ მიმდინარე მოვლენები და შედეგი, ასე ვთქვათ, რამდენად იქ მიმდინარე მოვლენებს და შედეგს რამდენად ექნება გავლენა თუნდაც ევროკავშირის პოლიტიკაზე დღევანდელ ევროკავშირს უგულისხმობ და შესაბამისად ჩვენთან მიმართებაში. აი თუნდაც ეს გავლენა ექნება ყველაზე, რაც ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში. მე აი დაწყებულ თემას გავაგრძელებ. შეერთებული შტატების ჰეგემონია და მის უნიპოლარული მომენტი დიდწილად დგებოდა მის კულტურულ მიმზიდველობაზე, რომ აი რაღაცა ჰოლივუდი, რაღაც ამერიკული ცხოვრების წესი, ამერიკული რაღაცა სამოსი, ასე შემდეგ. ეს მიმზიდველობა არსებობდა და
არ იყო აი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს წინააღმდეგობა მეტნაკლები, მაგრამ რადგან აი ეს ამერიკული კულტურული რაღაცა ლიბერალური პლასტი შევიდა კრიზისში და ის აღარ არის მიმზიდველი, აქედან ასე ვთქვათ იწყება გარკვეულწილად რაღაცა თვითმყოფადი რაღაცა კულტურული ტენდენციების წარმოქმნის პროცესი, აი ჩინეთის სახით. ეხლა რუსეთზე ნაკლებად, მაგრამ შეიძლება რუსეთიც მოვიაზროთ, ირანი ყოველთვის იყო განსაკუთრებული სივრცე, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგობაში იყო, თუმცა რადგან ეს კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური დეკადანსი არის შეერთებული შტატები, ეს დეკადანსი გარდაითაგნება ჰეგემონიის დასუსტებაში, მან დაიწყო ამ საკუთარი ჰეგემონიის გადარჩენის პროცესი და ამ ჰეგემონიის გადარჩენის პროცესში ვუყურებთ ჩვენ ამ დიდ კონფლიქტებს. იგივე უკრაინა, იგივე ეს დღევანდელი ირანი, სამომავლოდ ახლა 100%-ით არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით კონფლიქტი გაღვივდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის მიმართულებით. ანუ ეს არის ამ ყველაფრის გამოვლენა, ანუ ამერიკული ჰეგემონიის შესუსტების, შეკავების გამოვლენა ირანის კონფლიქტის, რომ ამერიკამ გადაირჩინოს ეს უნიპოლარული მომენტი, რაც აქამდე რაშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობდით, ხო? ახლა თვითონ რაც შეეხება ირანს, ირანთან კონფლიქტს, ეს არის უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ გლობალური კონფლიქტი, იმიტომ რომ ის რაც ხდება სპარსეთის ყურეში აისახება ყოველდღიურობაზე, თქვენ რო გახვალთ გარეთ და გადაადგილდებათ, დაგჭირდებათ და მაღაზიაში შეხვალთ და გაძვირებული დაგხვდებათ პროდუქტი, ეს არის იმის ნახევრად, იმის ბრალი, რაც ხდება დღეს რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ სპარსეთის ყური არის გლობალური ესეთი ეკონომიკის არტერია, ანუ ეკონომიკის სისხლი არის საწვავი, ნავთობი, ბენზინი, გაზი და ასე შემდეგ. და ეს არტერია ჩაიკეტა უცებ. ეხლა 24%-ია ზუსტად გლობალური ნავთობის მოხმარების სპარსეთის ყურიდან. და როდესაც ეხლა ეს არტერია ჩაიკეტა, ჩვენ ვიმყოფებით რაღაც შოკურ მომენტში, რომელიც ასე როგორც თქვი, გლობალურად, აი გლობალურ ეკონომიკაზე აისახება და ხანდახან ესეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად ცდილობს, რომ შეაჩეროს გლობალური ეკონომიკის ზრდა. რომ გლობალური ეკონომიკის რეცესიით მან, რადგან ის რაღაც გარკვეულწილად ავტარკიული ეკონომიკაა, ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე და ის არ არის დაკავშირებული, ისე როგორც სხვა დანარჩენი სხვა ქვეყნებთან, გადაირჩინოს საკუთარი უპირატესობა ამით შეინარჩუნოს, ხო? ხშირად არის საუბარი, რომ აი ჩინეთს ჩაუკეტოს ეს ნავთობმომარაგება ვენესუელა წაართვა აქ ირანის შემთხვევაც იგივეს თან ხდება ემსახურებოდა, ხო? რატომ ეს რაზე არის? რო გავაგრძელოთ ეს, თუ ჩინეთს არ ექნა ნავთობ რესურსები საკმარისი, შესაბამისად მისი საწარმო სიმძლავრეები შესუსტდება, ხო? ის იმდეს ვეღარ აწარმოებს, ამდესაც აწარმოებდა. თუ იმდეს ვეღარ აწარმოებს, ამდესაც აწარმოებდა, ის იმდენის ექსპორტს ვეღარ მოახდენს, ამდესაც ახდენდა. შესაბამისად ექსპორტი გაუძვირდება. ეს რას ნიშნავს, რომ მესამე სამყაროს ქვეყნები ისე იაფად და იმდენს ვეღარ შეიძენენ ჩინეთისგან, რასაც აქამდე იძენდნენ. დღევანდელი რაღაცა საომხმარებლო კალათის, საკვებს თუ არ ჩავთვლით, არის ჩინური პროდუქცია, ხა თქვენ რამეს რო იყიდეთ, ყველაფერს ჩინეთია წერე. როგორიათ რომ ჩინური არა, ისე ჩინურია, ხო და. ბრენდი შეიძლება არ იყოს ჩინური. ანუ რეალურად ეს ომი მიმართულია თითქმის ყველას წინააღმდეგ. ყველას ცხოვრების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ყველას განსაკუთრებით მესამე სამყაროს ქვეყნებში გაუძვირდებათ ცხოვრება. რო დაუბრუნდეთ ხო ეს რაღაც სამხმარო კალათის საკვები, სამხმარო კალათის საკვები შედის ძირითადად. ხო, ანუ საკვებიც კი გაუძვირდებათ, ხო, იგივე სასუქების თემა იყო იქ გოგირდის დაახლოებით 9% მსოფლიო მოხმარების სპარსეთის ყურიდან გამოდის, რომელიც მეტალის საწარმოებლადაა საჭირო. განსაკუთრებით ნიკელი აუცილებელია ყველა ტექნიკაში. შესაბამისად გაძვირდება ტექნიკაზე და მოკლედ. ანუ ეს არის გლობალური კონფლიქტი, ხო? რაც შეეხება ახლა მის შინაარს, თუ შეერთებული შტატები ვერ მიაღწევს საკუთარ მიზანს და აი ეს ზერბილად რო ვთქვათ და ირანის დამორჩილება ვერ მოხდება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მისი გავლენები და მისი ძალის პროექციის შესაძლებლობები რეგიონში შემცირდება და თუ კი ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ძალის პროექცირების შესაძლებლობა შემცირდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ჰეგემონიაც შესუსტდება. მას გარდაულად მოუწევს რაღაცა
ახლა ვერ ვიტყვი რაღაცა ისრაელის დათმობა თუ რაღაცა, მაგრამ ისრაელის ამერიკულ დღესწესრიგში დაყენება მის გადასააზრებლად. ანუ გვიღირს თუ არა ისრაელი იმათ, რომ რაღაცა ამერიკული ეკონომიკა დაზარალდეს. რაღაცა სპარსეთის ყურის მონარქიები სამუდამოდ გადავიმტეროთ და ის პეტროდოლარი, რითაც ჩვენ რაღაცა დოლარის დომინაციას ვინარჩუნებთ, ეს პეტროდოლარის სისტემაც დავკარგოთ, ხო? ანუ თუ ირანმა გაწია წინააღმდეგობა, ეს საკითხები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში და ეს არის, როგორ გითხრათ, ხა ეპოქალური მოვლენები, რომელზედაც შემდგომი აწრულები თუ არა საუკუნეები ისტორიკოსები დაწერენ და ვილაპარაკებენ, რომ ეს რომ მოხდა, იმიტომ მოხდა მე დანარჩენი ყველაფერი, ხო? ამიტომ ჩვენ ცხოვრობთ აი ამ ხო, მაგრამ აი ის რა ინტერესებს, ეს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო, ტრამპის გადაწყვეტილება იყო ეს ყველაფერი რაც მოხდა. ნუ ხა მიზეზები და ბექგრაუნდზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ აი რეალურად თვითონ იმაშიც ხო, ამერიკაშიც ხო ძალიან დიდი წინააღმდეგობა არის უკვე ამ მიმართულებით, ახლა ტრამპის თვითონ მხარდამჭერებიც კი აპროტესტებენ ამ ყველაფერს და აი ეს როგორ შეიძლება გაგრძელდეს? ანუ აი შეიძლება შეიცვალოს ახლა ჯერ არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იქნება, მაგრამ ეს თუ შეიცვალა, ასე ვთქვათ, ისევ ადმინისტრაცია, როცა შეიცვალება, შეიძლება შეიცვალოს ეს ხო, ანუ ეს არის ახლა ეს ძალიან $1,000,000 აი შეკითხვა. ანუ ამერიკის ომია ეს თუ ისრაელის ომი, ამაზე ესეთი ზუსტი პასუხი არ გვაქვს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა ტანდემში დაწყებული კონფლიქტი. შეუძლებელია ხა შეერთებულ შტატებს დაეწყო ისრაელის ომი, სადაც საკუთარი ინტერესებს ვერ ნახავდა და ხო პირიქით კი ანუ ისრაელი არ იწყებს ამერიკის ომებს, ხო ამას და ყველა ომი ახლა აღმოსავლეთ შეიძლება ისრაელის ომად მოუნათლოთ. ეს იყო რაღაცა ტანდემში, კი ბატონო, ნუ ტრამპის გარშემო არის საკმაოდ ძლავრი ებრაული ლობი, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს მის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშეს იმაში, რომ ეს კონფლიქტი დაწყებულიყო, თუმცა ეს ასე არ უნდა გავიგოთ, რომ მარტო ისრაელის ინტერესები აქ, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატების ინტერესებიც არის, ეს გეოპოლიტიკური ინტერესებია, როგორც ვახსენე, ირანი არის გეოგრაფიულად ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მთლიანად ევრაზიულ მატერიკზე. გამომდინარე იქიდან, რომ ის საკვანძო ადგილას იმყოფება როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაზე, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაზე და ასევე სახელმწიფო ფლობს გაზის რაოდენობით არის რესურსების რაოდენობით მეორე მსოფლიოში, რუსეთის შემდეგ და ნავთობის რაოდენობით, თუ სწორად მახსოვს, ხუთეულში შედის, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, ამ მნიშვნელობის სახელმწიფოა და თუ მის წინააღმდეგ რაღაცა შენ წარმატებას მიაღწევ და შენი ინტერესების გამტარი სახელმწიფო გახდება მომავალში ეს გარკვეულწილად ეს რა თქმა უნდა შენ გეოპოლიტიკურ წონას ზრდის და შენ ჰეგემონიას აძლიერებს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ირანის ჩაჭრით შენ პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩინეთს ბლოკადას უცხადებ. იმიტომ რომ თუ ირანს დაკარგავს ჩინეთი, ეს ავტომატურად ნიშნავს იმასაც, რომ სპარსეთის ყურის მონარქიებსაც მოუწევთ იმ ჩინეთთან თანამშრომლობის გადააზრება, ან რაღაცა აიძულებს ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატები და იმ ნავთობის გადამისამართებას სხვა მიმართულებით. ანუ მთელი ორიენტირი, ნუ ამ ომის თავარი შინაარსი ამერიკული პერსპექტივიდან იყო რაღაცა ჩინური ეკონომიკის შენელება. ხო, ამ კუთხით რა თქმა უნდა იყო შეერთებულ შტატების ერთ-ერთი მიზანიც, ანუ მიზეზი ის თუ რატომ ჩაერთო ამ კონფლიქტში, ნუ ცალკე საკითხია კიდევ რუსეთის მიმართულებაც, იმიტომ რომ ხო ირანი არის რუსეთის სამხრეთის სტაბილურობის გარანტი სახელმწიფო. თუ ირანის დეზინტეგრაცია მოხდა, ავტომატურად შეიძლება ესე ვთქვათ, რომ რუსეთის სამხრეთში მთლიანად რაღაცა უსაფრთხოების დესტაბილიზაცია დაიწყება, რომლის რისკები საკმაოდ მაღალია და ნუ მაგალითები გვაქვს კიდევაც აგერ სირიის სახით თუ იყო აქ ასადი რაღაც სეკულარული ხელისუფლება, დღეს უკვე მოვიდა რაღაცა სუნიტური ჯიჰადი, რომელიც ხო ესეთი რეაქციული იდეოლოგიაა. და ერთი მაინტერესებს, აი ძალიან მაინტერესებს ხოთი შორის ეს მაწუხებს ეს საკითხი, ასე ვთქვათ, რომ აი საქართველოსთვის რეალურად აი თავი დავანებოთ, ასე ვთქვათ, ამ ომს და თუნდაც ტრამპის პოლიტიკას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი საქართველოსთან მიმართებაში უბრალო ენით რომ ვთქვა, ჩვენ უფრო გვაწყობს ტრამპი ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია და შემდეგ ხო, ანუ შეიძლება მოიაზრებოდეს. ხო, ტრამპი ამ შემთხვევაში
საქართველოს დაეხმარა, მისი არჩევა ბუნებრივად გამოვიდა ისე, რომ საქართველოში მოვლენები რაღაც ისე არ განვითარებულიყო რაღაცა დესტაბილიზაციის მიმართულებით. თუმცა დღეს ახლა ისეთ სიტუაციაშია გლობალური მასშტაბით რაღაცა უსაფრთხოების თემა, რომ უკვე ვეღარ ხვდები რომ ჩვენთვის რომელია კარგი, მაგრამ ასე დავსვათ, მოდი ასე კითხვას, რომელი უკეთესია ამერიკაში ვინ იქნება. რაღაცა ხშირად არის მოთხოვნილება, რომ რაღაცა საქართველოს პოლიტიკა უნდა ასოცირდებოდეს რაღაცა ამერიკის პოლიტიკასთან და გინდა თუ არა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უნდა არსებობდეს ინტერესი ყოველთვის ქონდა და მაგრამ როდესაც ესეთი დაძაბული საერთაშორისო სიტუაცია რაღაცა მე მგონი ჯობია რომ რაღაცა აი ამ ამერიკის საგარეო დღის წესრიგში არ მოხვდეთ, იმიტომ რომ როგორც ახლა ყოველთვის ხა შეერთებული შტატებისთვის ყველა ქვეყანა არის ინსტრუმენტი. ის ყოველთვის ახდენს ყველა ქვეყნის ინსტრუმენტალიზება საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის. ხა სულ რომ დავანებოთ ხა ჩვენ თავს საკუთარი მოკავშირეებიც გავხდია მას ინსტრუმენტად, ხო, იგივე ხშირად მომყავს ხა ეს დანიის მაგალითი, ხო, ნატოს წევრი ქვეყანა. დანია არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად აკმაყოფილებს ნატოს აი ამ თავდაცვითი ხარჯების მოთხოვნას და უცებ გრენლანდია ჩემია, ხო? და არაერთი ბევრი მაგალითი, იგივე თურქეთის მაგალითია ხოლმე ხშირად ხდება თურქეთის ინსტრუმენტალიზება შეერთებული შტატების მხრიდან. ხო, ანუ ახლა საქართველოსთვის არავინ გამოიდებს ახლა. ხო, რას გულისხმობ? იცი რომ მაგალითად ახლა იმ პერიოდში სანამ ტრამპი მოვიდა და რასაკურველია იყო ისეთი დაძაბულობა, ანუ რეალური საფრთხე, ხო, საქართველოსთვის, გარდა იმისა, ომში ჩართვის მოთხოვნა, თუნდაც ანუ ერთობლივად მოქმედებდნენ ევროკავშირის პოლიტიკოსები და მაშინდელი ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით, უკრაინას, რუსეთ-უკრაინის თემაზე ომთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკას და შემდეგ რასაც მოყვა ეს ყველაფერი თუნდაც რუსული კანონის შემდეგ, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი ტრამპის მოსვლის შემდეგ ჩვენთან რეალურად ეს დასტაბილურებულია და ასე თუ ისე არ გვაქვს ახლა ისეთი ინტენსიური ურთიერთობა და კავშირი, თუმცა რაც მთავარი არის რაღაცა სტაბილურობა, მშვიდობა და ანუ ძალიან დიდი მადლობა მოკლედ. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. კიდევ ბევრი გვინდოდა გვესაუბრა, მაგრამ ალბათ ამ ეტაპზე იყოს ეს და მე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და მე შეგვიძლია კიდევ უფრო კარგად შევაფასოთ, ვნახოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაზეც ვიცაუბრეთ, ჯერ კიდევ ახალია და ჩვენი ასე ვთქვათ აზრები გავცვალეთ და ძალიან საინტერესო იყო შენი მსჯელობა და ინფორმაციები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა მაყურებლებს, ვინც დარჩით ბოლომდე და გვიყურეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი. მადლობა, ნახვამდის.